რატომ იღუპებიან კვლავ ელიტარული ვინგსიუტის პილოტები? ესენი ახალბედები არ არიან. ისენი სპორტის ყველაზე დაჯილდოებული პილოტები არიან. მათ უკეთესი კოსტიუმები აქვთ. უკეთესი ამინდის თვალთვალი, უკეთესი ტექნოლოგია, ვიდრე ოდესმე. ასე რომ, პრობლემა აღჭურვილობაში არ არის. ამ ექსტრემალურ სპორტში მხოლოდ ერთი შანსი გაქვს, რომ ყველაფერი სწორად გააკეთო. და ისიც კი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხარ, მეორე შანსს არ გაძლევს. 2027 წლის იანვრის 5. Red Bull-ის ფრთიანი კოსტიუმის პილოტი დგას სადღაც Table Mountain-ის მწვერვალის კიდესთან ახლოს. Cape Town. კოსტიუმი აცვია, დამცავი სათვალე ჩამოსწეულია. ის ამ სპორტს თითქმის ნებისმიერ ცოცხალ ადამიანზე უკეთ იცნობს. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ჩვეულებრივი ნახტომია. ის აფრინდება. 33 დღის შემდეგ ფრანგულ ალპებში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი 16000 ფუტის სიმაღლეზე ვერტფრენიდან უყურებს Mont Blanc-ს. ეს უბრალოდ კიდევ ერთი სავარჯიშო დღეა. მზად ხარ? მზად? ზადი. ის ხდება. ორივე მამაკაცი თავიანთი კარიერის აბსოლუტურ პიკზე იყვნენ. ორივეს ეს ასობიჯერ ქონდა გაკეთებული ადრე. რაც შემდეგ ხდება, ყოველგვარ ლოგიკას ცდება. 2026 წლის პირველი wingsuit-ით გარდაცვალებები თითქმის დაუჯერებელია. გათვლილი არალეგალური ნახტომიდან სამხრეთ აფრიკის ყველაზე მომოქდინებელ მთაზე, პარაშუტის სისტემამდე, რომელმაც ფიზიკის კანონები დაარღვია Mont Blanc-ზე. ეს მათი ბოლო ფრენებია. მოგესალმებით, ექსტრემის ვარზე. 2026 წლის იანვრის მე-5 დღეს კატრინ სმიტი თავის 9 წლის ვაჟთან ერთად სამხრეთ აფრიკაში პლატკლიპ გორდზე ლაშქრობდა. როცა მან ზემოდან რაღაცის ხმა გაიგონა, სადღაც ფერდობზე თითქოს რეაქტიული ძრავის ხმა იყო, ან რაღაც მსგავსი, და ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. საშინლად ძლიერდებოდა. მის გარშემო, ყველგან, სხვა მოლაშქრეებიც იმავე ბილიკზე იყვნენ გაფანტულები. ისენიც დაბნეულები იყვნენ. შემდეგ მან იგრძნო, როგორ შეიცვალა ჰაერი მის თავზე. თითქოს რაღაცა უზარმაზარი სულ რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუვლიდა თავის ქალას. შემდეგ, მან გაიგონა ერთი დაუჯერებლად ხმამაღალი, შემაძვწუნებელი შეჯახების ხმა და შემდეგ სიჩუმე. 5 ფუტის მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ის თავის შვილთან ერთად იდგა, სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული wingsuit-ის პილოტი ახლახან დაეცა მიწაზე 120 მილი საათში. მისი სახელი იყო Brandon Weinstein. ის იყო 32 წლის და ის იყო ბოლო ადამიანი, ვისგანაც ვინმე მსგავს ნახტომს ელოდა. Brandoni იყო Base Access-ის პრეზიდენტი. არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად იმ იდეაზე იყო აგებული, რომ base jumping-ს არსებობის უფლება ჰქონდა მსოფლიოში. ორგანიზაცია ამზადებდა მხტომელებს პასუხისგებლიანი ქცევისათვის და ასევე იბრძოდა ლეგალურ სახტომ ადგილებზეც უდომისთვის. მან წლები გაატარა მოგზაურობაში და საუბარში, ხარდაჭერაში და ეწინააღმდეგებოდა იმ წარმოდგენას, რომ base jumper-ები იყვნენ უგუნური ადრენალინის მოყვარულები, რომლებსაც შედეგები არ აინტერესებდათ. მისი მთელი საჯარო ცხოვრება დაფუძნებული იყო არგუმენტზე, რომ base jumping-ი, როდესაც კეთდება პასუხისმგებლობით და სიფრთხილით, უსაფრთხოა. მეტი ვიდრე 10 წლეულის განმავლობაში შექმნილი მისი ფრენის რეკორდი ამ არგუმენტს უარყოფას შეუძლებელს ხდიდა. Brandon-მა დაასრულა 1600-ზე მეტი ფრთიანი კოსტიუმით ფრენა, 800-ზე მეტი base jump-ი და 1000-ზე მეტი პარაშუტით ხტომა თავისი კარიერის განმავლობაში. მისი ფრენები იმდენად ტექნიკურად ბრწყინვალე იყო, რომ ისინი გლობალურად გააშუქა Red Bull-მა, GoPro, Wizard-Chinelli და MSN-ი. ესეთი დონის აღიარება მსოფლიოში იმ სულ რამდენიმე ადამიანს შორის გაყენებს. მას ჰყავდა მოსიყვარულე პარტნიორი, რომელიც სრულად უჭერდა მხარს მის მფრინავის კარიერას. მათ ერთად შვილიც კი ჰყავდათ. ის ზუსტად ის ადამიანი იყო, როგორიც ამ სპორტს უფრო მეტი სჭირდება. საკმარისად დახელოვნებული, რომ სერიოზულად მიეღოთ, საკმარისად პასუხისმგებლიანი, რომ ენდოთ და საკმარისად თვალსაჩინო, რომ ნიშნულობა ჰქონდეს. აი სწორედ ეს ხდის იმას, რაც მოხდა 2026 წლის 5 იანვარს. ეს ერთულად ასახსნელს. იმ დღეს Brandon-ი იმ ადგილას იყო, სადაც მის ნაცნობთაგან არავინ წარმოიდგენდა, რომ იქნებოდა. ის საბაგიროს კაბინაში იჯ და Table Mountain-ის მწვერვალისკენ მიემართებოდა. Cape Town-ი, სამხრეთ აფრიკა. იმ საბაგიროს კაბინაში იყო სპორტული ჩანთა, რომელსაც ის საეჭვოდ ჩაეჯიდა. ის იყო მშვიდი, მაგრამ ფხიზელი. თუ ოპერატორებს ცოდნოდათ, რა ქონდა მასთან, ისინი საბაგიროს კაბინას გააჩერებდნენ და მას დაუყოვნებლივ სთხოვდნენ გადმოსვლას. Table Mountain-ის ეროვნული პარკი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. 3548 ფუტზე. ის დგას Cape Town-ის ზემოთ. და მისი ბრტყელი ფორმა იმდენად გამორჩეულია, რომ Cape Town-ის დროშაზეც კი არის გამოსახული. ყოველდღე ათასობით ტურისტი საბაგიროთი ადის მწვერვალზე. ათასობით ადამიანი კიდევ მის ფერდობებზე ბილიკებს მიუყვება. ოჯახები, სასკოლო ჯგუფები, საერთაშორისო ტურისტები. ყოველ დილით ხეობა სავსეა ხალხით. Base jumping park-ის ტერიტორიაზე სრულიად, კატეგორიულად და პირდაპირ აკრძალულია.
არსებობს ნიშნები, რეინჯერები და მკაფიო წესები, რომლებიც პირდაპირ გძალავს ამას. ადგილობრივმა საზოგადოებამ ეს იცოდა. პარკის ადმინისტრაცია ამ წესს აგასრულებდა, მაგრამ ეს ბრენდანს არ შეაჩერებდა. იმ ჩანთაში, რომელსაც ასე ფრთხილად ატარებდა, ბრენდანის ფრთხილად დამალული ბეის ჯამპინგის აღჭურვილობა იყო. ის მწვერვალზე ავიდა, გადმოვიდა და კაბელური გზის სადგურიდან 15 წუთი იარა პლატკლიპის ხეობის ზემოთ მდებარე ადგილამდე. სხვა ტურისტები უკვე იქ იყვნენ. ისინი უყურებდნენ, როგორ ამზადებდა თავის აღჭურვილობას. არავინ შეუჩერებია. არავის შეეძლო. დილის 9 საათზე ბრენდანმა დარგა ფეხი Table Mountain-ის კიდეზე და გადახტა. რამდენიმე წამის განმავლობაში ის მარტივად სრიალებდა. ფრემოთ ხეობას უყურებდა, რომელიც დილის მზის ბრწყინვალებაში იყო გაწოლილი. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ნახტომი იყო. უბრალოდ კიდევ ერთი მთა. ყველაფერი იდეალურად იყო. და შემდეგ ეს მოხდა. ხედავ, Wingsuit base jumping-ი არ გავს არც ერთ სხვა ექსტრემალურ სპორტს პლანეტაზე. რა თქმა უნდა, აღწერა ძალიან მარტივად ჟღერს. საბოლოოდ, ეს უბრალოდ სპორტსმენებია, რომლებიც ატარებენ სპეციალურად შექმნილ კოსტიუმს, რომელსაც მკლავებსა და ფეხებს შორის ნაჭმის პანელები აქვს გაჭიმული. ეს მათ ხელს ცოცხალ თვითფრინავად აქცევს, რაც მათ საშუალებას აძლევს ჰაერში სრიალით გადაადგილდნენ და უზარმაზარი მანძილები დაფარონ, სანამ დაშვებისთვის პარაშუტს გახსნიან. და როცა ეს გამოდის, ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული რამაა, რაც ადამიანს შეუძლია გამოსცადოს. ვინც დაფრინავს, ამას ადამიანისათვის ყოველგვარი დამხმარე საშუალების გარეშე ფრენასთან ყველაზე ახლო გამოცდილებას უწოდებენ. მაგრამ იგივე თვისება, რაც მას ასეთ ამაღელვებელს ხდის, ასევე მას ძალიან დაუნდობელსაც ხდის. ჩვეულებრივ პარაშუტიზმში, როცა თვითფრინავიდან ხტები დაახლოებით 10,000 ფუტის სიმაღლეზე, მაგალითად, გაქვს დაახლოებით 60 წამის თავისუფალი ვარდა, რომ თავი მოიწესრიგო, თუ რამე არასწორად წავა. გაქვს სათადარიგო პარაშუტი, ყოველი შემთხვევისთვის. და გაქვს გიეცაში საკმარისი სივრცე, რომ მდგომარეობა გამოასწორო. Wingsuit ბაზის ნახტომში, როდესაც უძრავი ობიექტიდან ხტები, დრო შენი მოკავშირე არ არის. შეიძლება 4 წამამდე გქონდეს, 5 წამი სანამ მიწას დაეცემი. უსაფრთხოების ბადე არ არსებობს და შენ უბრალოდ ცარიელ სივრცეში არ ვარდები. შენ ძალიან დიდი სიჩქარით მიფრინავ კონკრეტულ ფიზიკურ გარემოში. ყველა მხრიდან ქვებია. რაც ნიშნავს, რომ სანამ კლდის კიდესთან მიხვიდე და გადახტე, უნდა იცოდე ის კონკრეტული მთა, ის კონკრეტული ფერდობი, როგორ იქცევა ჰაერი, როცა გადადის იმ კონკრეტულ კლდეზე, დილის იმ კონკრეტულ დროს. ზუსტად რომელი მარშრუტით უნდა იფრინო, ზუსტად რომელი წამიდან უნდა დაიწყო აწევა. ვერც ერთ დეტალში ვერ შეცდები, უმცირესითაც კი. მეორე შანსი არ არსებობს. როცა ბრენდანი პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში მიფრინავდა, ყველაფერი ნაცნობად გრძნობოდა და შემდეგ რაღაცამ უბიძგა. არც თლად ქარი, არც მთლად ტურბულენცია, არამედ ძალა, რომელიც მას არც ერთ სხვა მთაზე არ უგძმია, საიდანაც ოდესმე გადამხდარა. ის მის სხეულს უფრო დაბლა აწვებოდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. უფრო დაბლა ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. უფრო დაბლა ვიდრე მას ამის ადგილი ჰქონდა. ის სიმაღლეს კარგავდა. სიმაღლის დაკარგვის ფუფუნება არ ჰქონდა. ქვები, რომლებიც მისგან შორს, ქვემოთ უნდა ყოფილიყო, სწრაფად უახლოვდებოდა. ხედავ, Table Mountain-ის ბრტყელი მწვერვალი ქმნის რაღაცას, რაც პილოტებს, რომლებმაც აქამდე აქედან გადახტნენ, კარგად იცოდნენ. როცა ჰაერი ეჯახება იმ უზარმაზარ ბრტყელ ზედაპირს და გადადის კიდეზე, ის უბრალოდ პირდაპირ ქვემოთ არ ეშვება. ის ტრიალებს, ის თავის თავზე ბრუნდება, ის მხტუნავის სხეულს დაუგეგმავ მიმართულებებში უბიძგებს. ადგილობრივმა ბეის ჯამპერებმა, რომლებმაც ადრე ეს მთა გადაუფრენიათ, ეს იცოდნენ. მათ იცოდნენ, როგორ გაეთვალისწინებინათ ეს. ბრენდანმა არ იცოდა. და საათში 120 მილი სიჩქარით, როცა ქვები სწრაფად ახლოვდებოდა, აღარ დარჩა დრო, რომ კორექტირება შეეტანა. მოლაშქრეებმა პლატკლიპის ხეობაში ჯერ ხმა გაიგეს, ვიდრე დაინახავდნენ მას. მათ ზემოდან უცნაური ხმა გაიგეს. ის უფრო და უფრო ხმამაღალი ხდებოდა, როგორც თვითფრინავის ძრავა, რომელიც დაშვებას აპირებს. და შემდეგ, ბუმ! ეს იყო ბრენდან ვაინშტაინი, რომელიც 120 მილი საათში დაეცა მიწაზე. როგორც წარმოიდგენთ, მფრინავი ადამიანის სხეულის შეჯახება მყარ მთის მიწასთან სარბოლო მანქანის სიჩქარით, როგორც წარმოიდგენთ, არც თუ ისე ლამაზი სანახავი იყო. ბრენდანი პირდაპირ ბილიკის შუაგულში მიწას მთელი ძალით შეასკდა. მან ქვებს ისეთი ძალით დაარტყა, რომ მისი წითელი სითხეები ირგვლივ მდგომ ლაშქრებზე შეიფრქვა. ერთმა ლაშქარმა სირბილით უნდა გაეცალა მის გზას, რომ ბრენდანი არ დასჯახებოდა. სხვა ერთმა კი უძრავად იდგა, სრულიად გაოცებული თავისი იღბლით. ის ცოტა ადრე შეჩერდა, რომ მეგობრებს დალოდებოდა. თუ ის 10 წამით ადრე, ოდნავ უფრო სწრაფი იქნებოდა. ბრენდანი მას სრულ სიჩქარეზე შეეჯახებოდა. აი რა ახლოს იყო ყველაფერი. რამდენიმე წუთში ძებრნისა და გადარჩენის ჯგუფები გაფრთხილებულნი იყვნენ და გაიგზავნენ პლატკლიპის ხეობაში.
მიწის ჯგუფები ციცაბო ბილიკს აუქმნენ, ხოლო ეარ მერსის სერვისის ვერტმფრენი ზემოდან მოფრინდა. მათ ბრენდანი მარტივად იპოვეს. სასწრაფო რეანიმაცია არ ჩატარებულა. ეს აშკარად საჭირო არ იყო. სხედრის გადმოსვენება ფრთხილად და თანაგზნობით განხორციელდა. 11 საათი და 30 წუთისთვის. მისი სხეული ველტფრენით გადაიყვანეს მთიდან და გადასცეს სამხრეთ აფრიკის პოლიციის სამსახურს ახლომდებარე დასაფრენ ზონაში. მთელი ოპერაცია იმ მომენტიდან როცა მან გადახდა, იმ მომენტამდე როცა მთიდან წაიყვანეს, 3 საათზე ნაკლები დასჭირდა. მის სახეზე ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ ბრენდანის იდენტიფიცირება მხოლოდ ოფიციალური დნმ-ის ანალიზით მოხერხდა. მის ოჯახს შეატყობინეს და ესე. სპორტის ჩემპიონი აღარ იყო. რაც ამ ამბავს ჩემთვისაც რთულად აღსაქმელს ხდის ისაა, რომ ბრენდანმა ის ნახტომი აირჩია, რომელიც შეუძლებელი არ არის. ფლატკლიპ გორჯის ზემოთ არსებული გასახტომი წერტილი წარსულშიც ბევრჯერ წარმატებით გამოუყენებიათ. ჯეპ ალეფმა, სამხრეთ აფრიკის ყოფილმა სკაიდაივერმა, რომელსაც ადგილობრივი ბეის ჯამპერების წრის შესახებ სირმისეული ცოდნა აქვს, შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ინტერვიუში დაადასტურა, რომ ამ ადგილს ისტორია აქვს, მაგრამ ჯეფმა კიდევ რაღაც თქვა, რაც ძალიან შემაშფოთებელი იყო. ბრენდანს ნახტომის გაკეთებამდე კეიპტაუნის ადგილობრივ ბეის ჯამპერებთან კონტაქტი არ ქონია. სწორედ ისინი იცნობდნენ ამ კონკრეტულ გასახტომ წერტილს, ამ კონკრეტულ ფერდობს, ამ კონკრეტულ აეროდინამიკურ პირობებს. ბრენდანმა უბრალოდ დახმარება არ ითხოვა. ის პირდაპირ გაემართა გასახტომ ადგილას. როგორ ხდება, რომ კაცი, რომელსაც 1600 wingsuit-ით ფრენა აქვს, კაცი, რომელიც ამ სპორტს სრულად იცნობდა, არც ერთ ძარს არ აკეთებს, სანამ ინკიდიდან გადადგამს ნადადგამს ნაბიჯს. ზოგი ამას ქედმაღლობას უწოდებს, მაგრამ ეს ვერ ასახავს იმას, რაც სინამდვილეში ხდება ბრენდან ვაინშტაინის მსგავსი ადამიანის გონებაში. ბრენდანმა იცოდა, რომ ეს ნახტომი კანონის ვარდს ცდიდა. ალბათ ამიტომაც არ დაურეკავს არავის. როგორც კი დარეკავ, უკვე ყავს მოწმე, ხოლო მოწმეები ყველაფერს ართულებენ. ამიტომ იგივე გადაწყვეტილებამ, რომელმაც ის დამალა, შეიძლება უცოდინარიც დატოვა იმ ერთადერთი რამის შესახებ, რაც შეეძლო გადაერჩინა. და მხოლოდ წარმოიდგინე, რა განწყობით ახორციელებდა ნახტომს, როცა იცოდა, რომ კანონს არ ყვევდა. ალბათ ცოტა შიში ან შფოთვა შეეპარა გონებაში ნახტომამდე. ვერ უწყვეთ ფიქრს, რომ ბრენდანს ადგილობრივი მხტომელებისთვის მიემართა, იქნებ დღესაც ცოცხალი ყოფილიყო. შეიძლება შეეჩერებინათ, ან სულაც გაეფრთხილებინათ. არ ვიცი, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მომზადება იდეალურია და მაინც ცუდად მთავრდება. შემდეგი პილოტის შემთხვევამ შეიძლება კიდევ ერთი თეორია წარმოგვიდგინოს ბრენდანის ამბავთან დაკავშირებით. 2026 წლის თებერვლის 7 მონბლანი, ფრანგული ალპები, ინდილით თუ შამონის ხეობის ზემოთ ცას ახედავდით, შიშით შეჩერდებოდით იმის გამო, რაც იქ ზემოთ ხდებოდა. თქვენ დაინახავდით კაცს ფრთიანი კოსტიუმით, რომელიც საშინლად ბრუნავდა და კონტროლს კარგავდა, ძალიან სწრაფად მოძრაობდა. პილოტის სახელი იყო πιერ ვოლნიკი. ის 37 წლის იყო და ორჯერ გახდა ფრიფლაის მსოფლიო ჩემპიონი. და ის, ყველა იმ ადამიანის შეფასებით, ვინც ოდესმე უყურებდა მის ფრენას, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფრთიანი კოსტიუმის პილოტი, ვინც კი საფრანგეთს ყოლია. არ ვაჭარბებ. ფრიფლაი სკაიდაივინგი ყველაზე ტექნიკურად რთული დისციპლინაა სპორტულ პარაშუტიზმში. წარმოიდგინეთ, ციდან ეცემით საათში 150 მილით. არა პირდაპირ ქვემოთ, როგორც თქვა, არამედ ყველა მიმართულებით. წინ, უკან, გვერდით, თავდაყირა, მაშინ როცა სხვა სპორტსმენებიც თქვენს გვერდით ეცემიან. და თქვენ ყველა იმავე შემაძრწუნებელი სიჩქარით მოძრაობთ, როცა ცდილობთ ზუსტი ფორმაცია შეინარჩუნოთ. თქვენი სხეული ერთადერთი ინსტრუმენტია. არ არსებობს ჯოისტიკი, საჭე, ძრავა, მხოლოდ თქვენი ხელები, ფეხები და ტანი. და უნარი, წაიკითხოთ თქვენს გარშემო ჰაერი, და რეალურ დროში გააკეთოთ შესწორებები, სანამ შემდეგი ნახევარი წამი დადგება. ეს გავს ჯგუფური ფოტოს გადაღებას, როცა ყველა შენობიდან ვარდება. შეცდომისთვის ადგილი არ არის. Pierre Moigo Free-Flies მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს. ეს სპორტის უმაღლესი ტიტულია და თუ ვინმე ეგონა, რომ ეს უბრალოდ იღბლიანი წელი იყო, მან ისევ მოიგო. 2024 წელს, როცა ის არ მონაწილეობდა შეჯიბრებაში. Pierre მუშაობდა ვიდეოგრაფად საფრანგეთის ეროვნული პარაშუტიზმის ფედერაციაში და ასევე იყო ქარის გვირაბის მწვრთნელი. ის ასწავლიდა თავისუფალი ვარდმის შეულის მექანიკას პროფესიონალ სპორტსმენებს კონტროლირებად გარემოში. ის იყო ფრანგული გუნდის წევრი, რომელიც ემზადებოდა 2026 წლის FAI მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ის არსებითად კაცი, რომელიც კარიერის პიკზე იყო და ყველაფერი წინ ჰქონდა. ნახტომი, როგორც იმ თებერვლის დილას გააკეთა, არაფერს უნდა წარმოადგენდა და პირველ რამდენიმე წამში ზუსტად ასე იყო. არაფერი. მისი ფრთიანი კოსტიუმი ჰაერით აივსო. მისი სხეული თავისუფალ ვარდნაში ჩადგა და ალპები მის ქვემოთ ზუსტად ისე გადაიშალა, როგორც ცხოველთვის. როცა სასურველ სიმაღლეს მიაღწია, პარაშუტის სახელურს წაეტანა და მოკაჩა.
რაც უნდა მომხდარიყო მარტივია. პილოტ პარაშუტი ჰაერის ნაკადში გავარდებოდა. ჰაერის ნაკადი მას დაიჭერდა და გააბერავდა. შემდეგ კი მთავარი გუმბათი ზურგზე არსებული კონტეინერიდან გამოითრეოდა. გუმბათი გაიშლებოდა, ჰაერს დაიჭერდა და 2-3 წამში პიერის ვარდნა საათში 120 მილით ვარდნიდან 7 ნას დაშვებაზე გადავიდოდა. ესე იყო დაგეგმილი, მაგრამ როცა პიერმა მოკაჩა, არაფერი მოხდა. მისი პარაშუტი უბრალოდ არ გაიხსნა. პიერ ვოლნიკი, ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი და თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი მფრინავი, უმწეოდ ეშვებოდა ქვემოთ ხეობაში და არც მას და არც ვერტმფრენიდან დამკვირვებლებს არაფრის გაკეთება შეეძლოთ. Wingsuit-ის მფრინავები სწორედ ესეთი შემთხვევებისთვის ატარებენ სათადარიგო პარაშუტს. როცა მთავარი პარაშუტი არ იხსნება, სათადარიგოს უნდა მიმართო. ქაჩავ და 99.7% შემთხვევაში ის იხსნება. ეს რიცხვი თეორიული არ არის. ეს არის 10 წლეულების ინჟინერიის, ტესტირების და დახვეწის შედეგი. სათადარიგო პარაშუტი პრაქტიკულად გარანტიას წარმოადგენს. თუ მას სწორად მისწვევი და სწორად მოკაჩავ, გადარჩები. ასე რომ, შემდეგი ნაბიჯი მარტივი უნდა იყოს. პიერი მიიწვდის სათადარიგოს, პიერი ქაჩავს, პიერი გადარჩება. გარდა 2026 წლის 7 თებერვლისა. პიერი ძლიერად დაეცა მიწაზე ლებასენის სოფელში, მონბლანის ქვემოთ. სასწრაფო დახმარება რამდენიმე წუთში მივიდა, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. ადგილზე გარდაცვლილად გამოაცხადეს. გამოძიების შედეგი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა იმ მომენტიდან, როცა პიერს მთავარი პარაშუტი გაუფუჭდა. იმ მომენტამდე, როცა მიწას დაეცა, მიაღწია თუ არა სათადარიგოს, მოკაჩა თუ არა და რომ მოეკაჩა, გაიხსნებოდა თუ არა. ოფიციალური პასუხი ამჟამად სიჩუმეა. ამ მთელ შემთხვევაში ყველაზე გაუგებარია ის, რომ პიერი ბოლო ადამიანი იყო, ვინც აღჭურვილობის შემოწმებას გამოტოვებდა, ან პარაშუტს დაუდევრად დაუდაგებდა. მისმა კოლეგებმა თქვეს, რომ ის 3-ჯერ ამოწმებდა თითოეულ აღჭურვილობას გადახტომამდე. მას ასობით ნახტომი ჰქონდა შესრულებული. თუ ვინმეს ამ სპორტში სათადარიგო პარაშუტის გახსნის თანმიმდევრობა ზეპირად ახსოვდა, ეს პიერი იყო. რაც პიერს იქ ზემოთ დაემართა, ყველაზე იშვიათია. ამ სპორტის ყველაზე არასასიამოვნო და იშვიათი შემთხვევაა, როცა პარაშუტი არ მუშაობს. სათადარიგო შენი ბოლო თავდაცვაა და ის 99.7%-ში მუშაობს. სათანადოდ გააქტიურების შემთხვევაში სათადარიგო პარაშუტი სიცოცხლეს გიხსნის. ეს იმდენად ახლოსაა გარანტიასთან, რამდენადაც ფიზიკა გვაძლევს საშუალებას. მაგრამ არსებობს გამონათქვამი, რომელიც თითქმის ყველა პარაშუტისტმა იცის. აღჭურვილობას არ აინტერესებს ვინ ხარ შენ, ის ან მუშაობს, ან არა. ყველა მფრინავი, ვინც ამ სპორტში საკმარისად დიდხანს არის, ამას რაღაც დონეზე აცნობიერებს. ისინი ეგუებიან ამას, ან ხტუნვას წვედნენ. პიერმა ეს იცოდა. რამდენიმე თვით ადრე ოქტომბერში მან გააზიარა ვიდეო, სადაც ის და მისი კოლეგა მფრინავი უზარმაზარი მთის ქედის ზემოთ დაფრინავენ. თან წარწერას დაუთო. წარწერაში ეწერა: როგორც ჩანს, ჩვენგან ძალიან ბევრს ეს ცხოვრების დიდი საიდუმლო თავისთავად მიღებული გონია. იმ დონემდე რომ ისინი ამ გამოცდილების ბუნებასაც კი ეჭვქვეშ არ აყენებენ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. არ ვიცი რას გულისხმობდა მაშინ პიერი. არ მგონია თვითონაც იცოდა, რას გულისხმობდა, მაგრამ სპორტული ფსიქოლოგი, რომელიც ექსტრემალურ სპორტსმენებზე სპეციალიზდება, ამას მაშინვე ამოიცნობდა. დოქტორი ჯეიმს რეინჰარტი ამას ექსპერტის დეგრადაციას უწოდებდა. რაც უფრო მეტ ნახტომს გადაურჩები, მით უფრო იწყებს შენი ტვინი გადარჩენას, ნაგულისმევ შედეგად აღქმას. არა იმიტომ, რომ რისკი იქრება, არამედ იმიტომ, რომ შენი ტვინი სავსეა საკუთარი გადარჩენის მტკიცებულებებით. შედეგად, კარგავ გამძაფრებულ სიფრთხილეს და თვითკმაყოფილი ხდები და სადღაც ამ ნაპრალში, რეალურ და აღქმულ რისკს შორის, პიერ. სოფლიო ჩემპიონმა ეს სიტყვები დაწერა იმისთვის, რომ თავი შეახსენებინა. ეგძნო ის, რასაც უმეტესობა ადამიანი არასდროს ჩერდება, რომ იგძნოს. ახლა ეს სიტყვები სხვანაირად ჟღერს. პიერმა ვეღარ შეძლო მესამე დაეცვა თავისუფალი ფრენის ტიტული. ის 37 წლის იყო. შაბათი 21 ივნისი 2025 წელი. პროფესიონალი ბრიტანელი Wingsuit-ის ჩემპიონი Liam Bernie იდგა შვეიცარიული ალპების მწვერვალზე. მზად იყო მონაწილეობა მიეღო მის ყველაზე თამამ ფრენაში დღემდე. ზღვის დონიდან თითქმის 8000 ფუტის სიმაღლეზე ქარი ზურგში ღრიალებდა და მზე ანათებდა მის ქვემოთ მდებარე ხეობას. მან ერთი ბოლო ღრმა სუნთქვა შეისუნთქა, სანამ მთის კიდიდან გადახდებოდა. თითქმის 4000 ნახტომის შემდეგ ის ჩემპიონი იყო. სპორტის ოსტატი. არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ეს დღე სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე წუთში წარმოუდგენელი მოხდა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რატომ არის პირველი Wingsuit-ით დაღუპვა 2025 წელს. თითქმის დაუჯერებელი. Liam Bernie დაიბადა Stonehaven-ში, შოტლანდიის ნაკლებად ცნობილ კუთხეში, მაგრამ ეს არ შეუშლია ხელი, რომ საინტერესო ცხოვრება ეცხოვრა. მაშინ როცა ჩვენგან ბევრი ყოველდილით ოფისში მივდივართ, ზარმაცად ვირგვიძებთ და ყავას ვეძებთ. Liam-მა ადრეული ასაკიდანვე გადაწყვიტა, რომ ეს ცხოვრება მისთვის არ იყო. ამის ნაცვლად მისი სამუშაო ადგილი ღრუბლებში იყო. პირდაპირი მნიშვნელობით. შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე გაზრდილმა ველური, უხეში ბუნება მისთვის თავგადასავლებით სავსე ცხოვრების იდეალურ გარემოს ქმნიდა და
ეს ძალიან ადრე დაიწყო. მისი მამა ყოფილი სამეფო საზღვაო კომანდოს წევრი იყო, რომელმაც ლიამს ექსტრემალური ცხოვრების სიყვარული ჩაუნერგა, რაც მის ბავშვობას განსაზღვრავდა. 12 წლის ასაკში მან კილიმანჯარო დალაშქრა და მხოლოდ 2 წლის შემდეგ მან ჰასკებთან ერთად ნორვეგიის, შვედეთის და ფინეთის ტერიტორიაზე 500 კილომეტრზე მეტი გაიარა. ამ ადრეულმა მიღწევებმა ლიამს ნამდვილად გაუხსნა გზა საზღვრების მუდმივი გადალახვისკენ. მაგრამ მიუხედავად მისი სიყვარულისა მთების მიმართ, იყო ერთი სფერო, რომლის დაპყრობაც მას ყველაზე მეტად სურდა. ცა. ბავშვობა ლიამი ხშირად ეუბნებოდა მამას, რომ ოცნებობდა ჩიტივით ფრენა ესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთი ნაწილი ხვდებოდა, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, არსებობდა გზები, წესებისთვის გვერდი აევლო, როგორც ლიამი მოგვიანებით გაიგებდა. გაკვეთილის დროს ის დიდ დროს ატარებდა ფანჯრიდან ჩიტების ხურებაში. რომლებსაც როცა მოესურვებოდათ, უბრალოდ გაფრენა შეეძლოთ. რაც უფრო მეტს უყურებდა, მით უფრო უნდოდა ლაიამს ესეთი თავისუფლება. ეს ახალგაზრდა კაცისთვის მცველი სურვილი გახდა და ერთადერთი რამ იყო, რაზეც ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ფრინველივით ფრთები ვერ გაეზრდებოდა, ლაიამმა აღმოაჩინა, რომ ფრენის სხვა გზებიც არსებობდა და 14 წლის ასაკში ის უკვე ლიცენზირებული პარაპლანით მფრინავი იყო. მისი ცით გატაცება ამით არ დასრულებულა. მხოლოდ 2 წლის შემდეგ მან დაასრულა თავისი პირველი პარაშუტით ხტომა, მაგრამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა 18 წლის ასაკში, როდესაც მან იპოვა თავისი ერთადერთი ნამდვილი ვნება, ფრენა ვინგსეტ. ვინც არ იცის ეს რა არის? ძირითადად ლაიამი ხდებოდა მაღალი ადგილებიდან, მათ შორის თვითფრინავებიდან და მთებიდან. სათანადო სპეციალური კომბინიზონით, რომელსაც აქვს მემბრანები მკლავებს, ტანსა და ფეხებს შორის. რაც აძლევდა საშუალებას ჰაერში თავისუფლად ეფრინა. მაგრამ თუ მაინც არ გონია რომ გაიგე, წარმოიდგინე ეს. ლიამისთვის საშუალო ნახტომი ნიშნავდა მთის მწვერვალზე ასვლას. სასურველია გრძელი, დახრილი ქედებით. როგორც კი მწვერვალზე ავიდოდა, შეიძლება წამით შეჩერდა რომ ხედით დამტკბარიყო, სანამ შვერილიდან ან კლდიდან გადახტებოდა. რამდენიმე წამში კოსტიუმი ჰაერით აიფსო და შეიძლება აქ ფთოვანებული კვირილი აღმოხდა, როცა ფრინველებს შორის სრიალებდა. ეს ექსტრემალური სპორტი სიცოცხლით ავსებდა. ყოველ ჯერზე როცა ხდებოდა, თავისუფლების გრძნობა ეუფლებოდა. ისე იყო, თითქოს მთელი ცხოვრება ამას ეძებდა. და ახლა ეს ხელთ ჰქონდა. ლაიამისთვის ეს იყო სპორტი, რომელიც ლაიამს ნამდვილად უყვარდა და სადაც თავს ყველაზე ცოცხლად გრძნობდა. მაგრამ როგორც ვიცით, ის რაღაცები, რაც ყველაზე მეტად ვიყვარს, ხშირად პრობლემებში გხვევს. 2022 წელს ლაიამმა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ამ დრომდე სწორედ მაშინ მოახერხა. ის ბრიტანეთის wingsuit-ის ჩემპიონი გახდა და კიდევ უფრო მეტიც. მან ყველაზე მაღალი სიჩქარე აჩვენა მოწინავე კატეგორიაში. სწორედ ეს იყო ყველაფერი, რისთვისაც ასე მძიმედ შრომობდა. ლაიამი სიხარულით აივსო და ის სიამაყით დაბრუნდა თავის პატარა მშობლიურ ქალაქში შოტლანდიაში, როგორც ეროვნული ჩემპიონი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მიღწევა ნამდვილად საამაყო იყო, ლაიამი, როგორც ბევრი ჩემპიონი, ასევე გადაწყვიტა გაემახვილებინა ყურადღება იმაზე, რომ სწორედ მძიმე შრომა მოიყვანა აქ. მან ათასობით საათი დაუთმო ამ კონკრეტული მომენტისთვის ვარჯიშს. და ბრიტანეთის ჩემპიონად გახდომამ ალბათ აგრძნობინა, რომ თითოეული ვარჯიში ღირდა. ეს უბრალოდ გამარჯვება არ იყო. ეს იყო პლატფორმა, შანსი შთაგონებისთვის, გაზიარებისთვის, საზღვრების გადალახვის გაგრძელებისთვის, სხვა ადამიანების მოტივაციისთვის, არ მხოლოდ შოტლანდიის პატარა ქალაქებიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან, რომ თავიანთი ვნება მთელი გულით განავითარონ. საბოლოოდ, ეს იყო მისი გზა, ეთქვა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ერთ დროს მას ფრენა ეს იზმრებოდა. და ახლა ის ცის ჩემპიონი იყო. ლაიამს თავისი შთამბეჭდავი გამარჯვება თავში არ აუვარდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებამ მას თავი ისე აგრძნობინა, თითქოს წარმატებით ეუფლებოდა თავის ხელობას და შესაძლებლის საზღვრებს აფართოებდა, ის მაინც თითოეულ ნახტომს გაკვეთილად მიიჩნევდა. მაგრამ თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ მის ერთგულებაში, ფრთოსანი კოსტიუმით ფრენის მიმართ, მან 5 წელი მამამისის ძველ ფურგონში იცხოვრა. მხოლოდ იმისთვის, რომ დრო გაეტარებინა ვარჯიშში და ევროპაში საუკეთესო wingsuit-ის ხტომის ადგილებში მოგზაურობაში. ლაიამის საოცარი გზა, პატარა ბავშვობიდან, რომელიც ფრენაზე ოცნებობდა, 24 წლის პროფესიონალ wingsuit-ით მფრინავამდე, დოკუმენტურ ფილმში იყო ნაჩვენები, სადაც მას ბიჭი, რომელსაც ფრენა შეეძლო, შეაქვეს. ამ დროისთვის ლაიამს უკვე თითქმის 4000 ნახტომი ჰქონდა შესრულებული და მისი მუდმივად მზარდი თავდაჯერებულობა უბიძგებდა მას კიდევ უფრო თამამი გამოწვევებისკენ. მაგრამ ექსტრემალური სპორტის სამყაროში, სადაც ახტაცებასა და საფრთხეს შორის ზღვარი ძალიან წვრილია, ზოგი ვერ ახერხებს არ დაედევნოს ისეთ გიჟურ ოცნებას, რომელიც მათ არსებობას განსაზღვრავს. და 2025 წლის 21 ივნის ეს მოხდა. ლაიამმა მიიღო მონაწილეობა ნახტომში, რომელიც შვეიცარიის ალპებში, სვის დონიდან თითქმის 8000 ფუტზე განხორციელდა. ამ ზიან შუა დღეს ევროპის ზაფხულის შუაგულში, ლულში, ლაიამი და კიდევ 2 wingsuit-ის ფრინავი გაემართნენ გლეჩენის მთის მწვერვალისკენ. სოფლიოს საუკეთესო wingsuit-ის ფრინავებიდან ბევრი იკრიბება შვეიცარიის ცენტრალური ნაწილის ამ რეგიონში, რადგან მთის ციცაბო ფერდობები იდეალურია
პლანირებისთვის, რაც უზრუნველყოფს მიწამდე სუფთა და უმეტესად შეუფერხებელ მარშრუტს. როგორც კი მწვერვალს მიაღწიეს, Liam's დახვდა თვალსარმტაცი ხედი, ლუცერნის ტბის ბროლის ფერი წყლებისა და ცოცხალი მწვანე ხეობების. ერთ წამს მას შეიძლება გაეღიმა კიდეც, რადგან იცოდა, რომ სოფლიოში ცოტა სამუშაოა, რომელიც ვინმეს ასეთ ლამაზ ხედს შესთავაზებდა, მაგრამ ის აქ მიზნით იყო მოსული და მალე მოუწევდა გადახტომა. კლდის კიდეზე მდგომი. რთულია წარმოიდგინო, რას იგრძნობდი ასეთ დროს. ჩვენგან უმეტესობისთვის ესეთი მაღალი კლდიდან გადახტომის იდეა ჩვენში შიშსა და ძლიერ შფოთვას გამოიწვევდა. მაგრამ ამხრივ ჩვენ Liam's დიდად არ განსხვავდებით, რომელმაც ღია დავიარა, რომ ხშირად თავს ერთდროულად შეშინებულად და აღფრთოვანებულად გრძნობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, როცა ვემზადები კლდის კიდეზე მისასვლელად და იქიდან გადახტომისთვის, ჩემს თავში ხმა მესმის, რომელიც ამბობს, რასაკეთებ კაცო? და მერე ჩემს თავში მეორე ხმა ამბობს, ეს ისა, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდი. ეს ისა, ვისკერაც ყველაფერი მიდიოდა. ეს შენი ბედია და ის ხმა ყოველთვის იმარჯვებს. მაინც Liam's მოტივაციური სიტყვის მიუხედავად, შეიძლება მაინც გაინტერესებდეთ, რატომ მიიღებდა ვინმე მონაწილეობას ასეთ გიჟურ სპორტში. გულისხმობ, პატარა კოსტიუმში ჩაცმა და კლდიდან გადახტომა ადამიანების უმეტესობისთვის სიგიჟის განსაზღვრებაა, მაგრამ არა Liam'ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის მსგავს სპორტებს ზოგჯერ საშიშად მიიჩნევენ და ისინი, ვინც ამ სპორტით არიან დაკავებული, უბრალოდ უგუნურ ადრენალინის მოყვარულებად ითვლებიან. Liam'i ამასთან არ თანხმდებოდა. ის ხშირად უსვამდა ხაზს სპორტის იმ მხარეს, რომელსაც ხალხი ვერ ხედავდა. მაგალითად, როგორ გაატარა მან 10 წელზე მეტი თავისი უნარის განვითარებაში და ყოველთვის ფრთხილად გეგმავდა თითოეულ ნახტომს. ეს იყო მთავარი. უსასრულო ცის სამყაროში კონტროლი იყო მისი ღუზა. გარედან შეიძლება სხვებს Liam'i უშიშარი ეგონათ, რადგან საბოლოოდ ის არასდროს შეშინებულა, მაგრამ საქმე ამაზე ბევრად ღრმადაა. მან უბრალოდ არ დაუშვა, შის შეეკავებინა. სხვებისთვის მან ცხოვრება ისე იცხოვრა, როგორც უმეტესობა მხოლოდ ოცნებობს. როცა საქმე ფრთიანი კოსტიუმით ფრენას ეხებოდა, ეს იყო მისი თავისუფლების ვერსია. ეს იყო ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ცოცხლად გრძნობდა თავს. ერთხელ მან თქვა, ჩემთვის მე იმდენად შორს ვარ თავზე ხელაღებული ადრენალინის მოყვარულისგან, რამდენადაც შესაძლებელი. მომზადება ყოველთვის ჩემი ყველა გამოწვევის საფუძველი იყო. რაც უფრო მეც ვემზადები, მით უფრო მეტი კონტროლი მაქვს. სწორედ ამ აზროვნება მისცა Liam's საშუალება გამხდარიყო ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო wingsuit-ის მფრინავი. და გასული წლის ივნისში ამ განსაკუთრებულად მზიან შუა დღეს ეს უბრალოდ კიდევ ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. მან კიდევ ერთხელ შეამოწმა თავისი აღჭურვილობა, რომ დარწმუნებულიყო, ყველაფერი თავის ადგილზე იყო და შემდეგ მან კლდის პირიდან გადახტა, სანამ ხელებსა და ფეხებს გაშლიდა, რათა კოსტიუმს თავისი საქმე გაეკეთებინა. მოკლედ წამით, Liam'i ისევ თავის ბედნიერ ადგილას იყო, როცა ჰაერში სრიალებდა. მის ქვემოთ შვეიცარიის ალპების მწვანე, ბრწყინვალე ხეობები იყო გადაშლილი და როცა ქარი მის კომბინეზონს ეჯახებოდა, მოულოდნელად მისი ყველა წუხილი შორეულ მოგონებად იქცა, ხოლო ის და წაიხვნენ. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ამბავს ბედნიერი დასასრული არ აქვს. რაც შემდეგ უნდა გითხრათ, ერთდროულად საშიში და იდუმალია. აფრენის შემდეგ ისინი, ვინც მასთან ერთად მთაზე იყვნენ, ამტკიცებდნენ, რომ Liam'i დაგეგმილი მარშრუტიდან გადაუხვია და მალე ის სერიოზულ პრობლემაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ზუსტი მოვლენები საიდუმლოდ რჩება, გამომძიებლები თვლიდნენ, რომ Liam'მა დაკარგა კონტროლი თავის კოსტიუმზე, სანამ დაახლოებით 6900 ფუტის სიმაღლეზე კლდოვან შვერილზე არ დაეჯახა. საშუალოდ, wingsuit-ის ფრინავები საათში 100-დან 150 მილამდე სიჩქარით გადაადგილდებიან და დაახლოებით 160-დან 240 კილომეტრამდე საათში. თუ Liam's გააზრებული ექნებოდა ის საფრთხე, რომელსაც სააწყდა, შეიძლება ეცადა შეენელებინა სიჩქარე და პარაშუტიც გაეხსნა. მაგრამ რთულია ზუსტად თქმა, რა მოხდა. რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ ასეთი მაღალი სიჩქარით შეჯახება უბედურების წინაპირობაა. Liam's სხეულმა ვერ დაძლია მიღებული დაზიანებები და ის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა. გულისამაჩუქებელი შემთხვევის შემდეგ სპორტის მიმდევრებს ერთი კითხვა გაუჩნდათ. როგორ აღმოჩნდა ასეთი გამოცდილების მქონე wingsuit-ის მფრინავი ასეთ საშიშ სიტუაციაში? მის wingsuit-ს რაიმე სახის გაუმართავობა ჰქონდა? თუ მიზეზი თავად ნახტომის სარისკო ხასიათი იყო? ბევრი თეორია გაჩნდა. ზოგიერთი თეორია კი იმასაც კი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა მას რაიმე სამედიცინო პრობლემა შეემთხვა, როცა მიწაზე ეშვებოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ერთადერთი ადამიანი, ვინც სინამდვილეში რა მოხდა ნათელს მოფენდა, ეხლა გარდაცვლილი იყო. დანარჩენი ორი wingsuit-ით მფრენი, ვინც იმ დღეს მთიდან გადახტა, ამტკიცებდა, რომ Liam'i ნორმალურად იქცეოდა გადახტომამდე. ეს გვაიძულებს შემდეგ ვკითხოთ. იცოდა თუ არა Liam'მა იმ საშიში მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის ბოლო წუთებში აღმოჩნდა. შესაძლოა, ამას ვერასდროს გავიგებთ. ჩვენ მხოლოდ ვივარაუდოთ, შეგვიძლია რას გრძნობდა ის, როცა კონტროლი დაკარგა. მისი გარდაცვალებიდან მალევე შვეიცარიის გენერალური პროკურატურისა და ურის საჯარო პროკურატურის მიერ დაიწყო გამოძიება, რათა გაერკვიათ, რა წავიდა იმ დღეს არასწორად.
როგორ შეიძლებოდა რომ ასეთი გამოცდილების მქონე და ყოველი ნახტომის წინ ფრთხილად მომზადებულ ადამიანს ასე საშინლად დაეკარგა სიცოცხლე? ფიქრობთ რომ ნახტომი რისკიანი იყო და თუ ასეა, რატო? კრიტიკოსებმა სწრაფად დაიწყეს მთის უსაფრთხოების მთლიანობაში ეჭვის შეტანა. ამტკიცებდნენ რომ ის ზედმეტად საშიშია ფრთიანი კოსტიუმით მფრენებისთვის, რადგან ძლიერი ქარები სწრაფად შეიძლება გადაახვიონ ისინი კურსიდან. სხვები ამტკიცებენ რომ მთიანი რელიეფი ზოგადად საშიშია. ესეთი სახის სპორტისთვის, რადგან რთულია სწორად განსაზღვრო მანძილი. თუმცა ათეულობით სხვა ცნობილი ვინგსუტის მფრინავი, მათ შორის ახალი ზელანდიელი კლემ ნიუელი, ადგილის დასაცავად გამოვიდნენ. ამტკიცებენ რომ აქედან გადახტომა სრულიად უსაფრთხოა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ახსნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნახტომი, რაც კი ოდესმე გაუკეთებია. მაგრამ თუ ეს უსაფრთხოების საკითხი არ არის, მაშ იყო კი ლიამის სიკვდილი უბრალოდ საშინელი შემთხვევითობა? სიკვდილი ექსტრემალურ სპორტში ნამდვილად იშვიათი არ არის. მით უმეტეს, ოდნავ ნაკლები გამოცდილების მქონე ვინგსიუტის მფრინავების სიკვდილი უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. სინამდვილეში, ჯერ კიდევ 2023 წელს 33 წლის ამერიკელი ქელი ალისია თეტერნერი ბრაზილიაში გარდაიცვალა ფრთიანი კოსტიუმით ხტომისას პედრა დოს კაბრიტოსიდან. ქელი დაახლოებით 2600 ფუტის სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაახლოებით 782 მეტრის სიმაღლიდან, მას შემდეგ რაც მისი აღჭურვილობა გაფუჭდა, რაც ფატალურ შეჯახებას გამოიწვია. ტრაგიკულად, ავარიამდე მხოლოდ 2 დღით ადრე მან თავისი პირველი ფრთიანი კოსტიუმით ბეის ხტომა შეასრულა. მისი სიკვდილი მკაცრი შეხსენება იყო იმ უკიდურესი საფრთხის შესახებ, რაც ასეთ მაღალრისკიან სპორტში სწრაფ პროგრესს ახლავს თან. შესაბამისი გამოცდილების გარეშე, ფრთიანი კოსტიუმით ხტომის მცდელობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფრთიანი კოსტიუმით ხტომის გამოცდილება შეზღუდულია, მნიშვნელოვნად ზრდის შეცდომის დაშვების შანსს და ფატალური შედეგის ალბათობას. 4 წლით ადრე, ვიდრე ქელი ტრაგიკულ ავარიაში მოყვა, 51 წლის ამერიკელი ვინგსუტის მოსწავლე ჯონ მალმბერგი ლაუტერბრუნენში შვეიცარიაში დაიღუპა. Wingsuited Frenistros. ჯონ მალმბერგს ქელიზე ბევრად მეტი გამოცდილება ჰქონდა. მას უკვე შესრულებული ჰქონდა 140-ზე მეტი base jump-ი და 300-ზე მეტი პარაშუტით ხტომა. ის მონაწილეობდა კურსში კომპანია Learn to Base Jump-თან ერთად, როდესაც მომაკვდინებელი შემთხვევა მოხდა. ჯონის გარდაცვალების მიზეზად დაასახელეს ის, რომ მან პილოტის პარაშუტი ძალიან გვიან გამოიღო, რაც არის პატარა პარაშუტი, რომელიც მთავარი პარაშუტისვრი პარაშუტის გახსნას იწყებს. ირონიულად, ის იყენებდა ახალ ერთნაწილიან ტრეკინგის wingsuits, რომელიც გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და გაზრდილი მობილურობით იყო შექმნილი, რომელიც განკუთვნილი იყო პარაშუტის დაგვიანებული გამოღების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად. თუმცა, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მოწინავე აღჭურვილობის მიუხედავად, ლაუტერბრუნენში ნახტომი შეიძლება ძალიან რთული იყო ჯონის უნარების დონისთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გამოცდილება სპორტში, სადაც ერთი პატარა შეცდომა შეიძლება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავება იყოს. ბევრისთვის მისმა გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფრთიანი კოსტიუმით base jumping-ში არსებულ მუდმივ რისკებს, თუნდაც განათლების შესაძლებლობების ზრდისა და აღჭურვილობის ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში. მაგრამ როცა ყურადღებას ისევ ლიამს მივაპყრობთ, მისსა და ამ უბედურ მსხვერპლებს შორის განსხვავება ისაა, რომ მას გაცილებით მეტი გამოცდილება ჰქონდა. მას 1000-ობით მეტი ნახტომი ჰქონდა შესრულებული, ვიდრე კალისა და ჯონის ერთად. და თითოეული ნახტომის დეტალები აკვიატებული სიზუსტით იყო გათვლილი ცვრილ მანებამდე. აი რატო არის ასე დაუჯერებელი, რომ ის ტრაგიკულად გარდაიცვალა ამ წლის ივნისში? ვიდეოში ჩვენ ნათლად ავხსენით, რომ ლიამისთვის უცხო არ იყო არც ექსტრემალური სპორტი და არც ვინგსუთით ფრენა. სინამდვილეში, ეს მისი ცხოვრება იყო. მისი უბედური გარდაცვალებით, სპორტმა დაკარგა არა მხოლოდ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო. როდესაც გამოძიება გრძელდება, ეს შეიძლება მოგცეს ინფორმაცია, რომელიც აგვიხსნის, რა მოხდა სინამდვილეში იმ დღეს მთაზე. მიზეზი მისი აღჭურვილობის გაუმართავობა იყო. შეფასებაში მცირე შეცდომამ იგი საბედისწერო შეცდომამდე მიიყვანა. თუ ცენტრალური შვეიცარიის გლეჩენის მთა უბრალოდ ძალიან საშიშია ვინგსუტით მფრენებისთვის, შესაძლოა დროის გასვლასთან ერთად ამ კითხვებზე პასუხები გვეცოდინება. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ამ ამბავს წერტილი ვერასდროს დაესვას. როგორ ფიქრობ, სად მოხდა შეცდომა? როდესაც ლიამის ცხოვრებას ვუბრუნდებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის ისე ცხოვრობდა, რაზეც ჩვენგან უმეტესობა მხოლოდ თუ ოცნებობს. ის ყოველ დღეს ბოლომდე ცხოვრობდა. ის ღრუბლებს შორის დაფრინავდა და იმ მოკლე მომენტებში, როცა მზესა და ზღვას შორის ლივლივებდა, ის ნამდვილად თავისუფალი იყო. მისი ისტორია მხოლოდ იმაზე არ არის, როგორ დასრულდა ყველაფერი, არამედ თითოეულ ფრენაზე, რომელიც მანამდე იყო. უცნობში ყოველი ნახტომით საკუთარ ოცნებებს მისდევდა. ლაიამი ხშირად ამბობდა, რომ ოფისში მუშაობის შიში მას ბევრად უფრო აშინებდა, ვიდრე base jump-ის ან wingsuit-ით ხტომისას სიკვდილის შიში. ამ გაგებით, ფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში ის მაშინ დაიღუპა, როცა იმას აკეთებდა, რაც ნამდვილად უყვარდა. წარმოიდგინე, კლდიდან ხტები. ხისიერად გეხვევა ქარის გამაკრუებელი ღრიალი, როცა საათში 150 მილით მიფრინავ. ქვემოთ არსებული სამყარო ბუნდონდება და თვალწამტაცი დღეების გობელინად იქცევა, მდინარეებად და დაკბილულ მწვერვალებად. შენი სხეული ქარის ძალას ეწინააღმდეგება.
და შენი გული ყურებში გიცემს. გონებაში ამზადებ თავს იმისთვის, თუ როგორი იქნება შენი დაშვება, როცა რაღაც საშინლად არასწორად წავა. ძალიან სწრაფად ეშვები და შენი პარაშუტი არ იხსნება. მთელი სხეული დაძაბულია და კუნთები გიკანკალებს. პანიკისგან თავბრუ გეხვევა, როცა მიწა სწრაფად გიახლოვდება. და შემდეგ მხოლოდ სიბნელია. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ არასდროს ცდით ფრთიანი კოსტიუმით ხტომას, მაგრამ ზოგი ადამიანი ასეთ რისკიან საქმიანობაში ერთვება. ისინი გრძნობენ ადრენალინის მოზღვავებას, როცა ჰაერში დაფრინავენ. და ამ სიაში მყოფი ადამიანებისთვის ეს მათთვის ბოლო იყო. ამ ვიდეომ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, რადგან მან მართლაც გამორჩეული მიღწევა დააფიქსირა. 2014 წლის 23 აპრილს Graham Dickinsoni, მსოფლიოში ცნობილი კანადელი ვინგსუტის მფრინავი, მან განახორციელა არალეგალური და გამბედავი base jump-ი Whistler-ის peak-to-peak გონდოლიდან. ვიდეოს დასაწყისში, სადაც გრაჰემი მზად არის გადახდეს მოძრავი გონდოლიდან, ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება თავგადასავალში, რომელიც არაფრით იყო ჩვეულებრივი. თავის ჩაფხუტზე დამაგრებული კამერით ჩაწერისას, მან კიდევაც კი უბრალოდ თქვა, აი წავედით. მანამ სანამ აფრინდებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, როგორი გლობალური ყურადღება მიიპყრობდა ეს ტრიუკი. დაიბადა 1988 წელს. Graham Dickinsoni სწრაფად გახდა ცნობილი ექსტრემალური სპორტის სამყაროში. ცნობილი იყო ვინგსუტით ფრენისა და base jumping-ის საზღვრების გადალახვით. მისი ბოლო ფრენის დროისთვის მას უკვე შესრულებული ჰქონდა 2250-ზე მეტი base jump-ი, რაც მის დიდ გამოცდილებასა და სპორტისადმი ერთგულებას აჩვენებდა. მაშინაც კი ვინგსუტით მფრინავ თავზე ხელაღებულებს შორისაც კი, გრემი ცნობილია როგორც განსაკუთრებით თამამი და უშიშარი, როგორც ეს აჩვენა მისმა არალეგალურმა გონდოლიდან გადახტომამ, რომელიც ვირუსული სენსაცია გახდა. მისი უშიშარი სული და უნარი შეესრულებინა უკიდურესად სახიფათო მანევრები ფრთიანი კოსტიუმით ფრენის ფედერაციების მიერ მთელ მსოფლიოში. გადავინაცვლოთ 2017 წლის 25 იანვარს. დიკინსონი ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც base jumping-ისთვის ახალ ამოსახდომ წერტილებს ეძებდა და მომავალი შეჯიბრებებისთვის ვარჯიშობდა. ამ კონკრეტულ დღეს ის მიზნად ისახავდა გაეფრინა 64-ის კარიბჭეში. 400 ფუტის სიმაღლის ბუნებრივი მღვიმური წარმონაქმნი ტიანმენის მთის ეროვნული ტყის პარკში. ჯანგძიაჯიე, ჰუნანის პროვინცია. ფრენას სჭირდებოდა ზუსტი კონტროლი და განსაკუთრებული უნარი, რაც, როგორც უკვე ვთქვი, დიკინსონი ამით კარგად იყო ცნობილი. როცა ის ტიანმენის მთის თვალწარმტაც პეიზაჟებზე დაფრინავდა, კამერამ მისი უნაკლო ფრენის მარშრუტი დააფიქსირა. თუმცა, მის დაშვებისას რაღაც საბედისწერო და არასწორად წარიმართა. მისი გამოცდილების მიუხედავად, დიკინსონის ფრენის ტრაექტორია გადაიხარა, რამაც სწრაფი და უკონტროლო დაშვება გამოიწვია. ერთ წამში, ის რაც უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ფრენა, ნეკროლოგად იქცა. კადრები, რომლებიც დიკინსონის თვალთახედვიდანაა გადაღებული, აჩვენებს, როგორ მიფრინავს იგი კლდეებთან სახიფათოდ ახლოს. როდესაც მან კონტროლი დაკარგა, ყველაზე ცუდი მოხდა. ის კლდე შეეჯახა, როცა ჯერ კიდევ დიდი სიჩქარით მოძრაობდა. მისმა კამერამ დააფიქსირა საშინელი მომენტი შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე. შემდეგ ეკრანი გაშავდა. Graham Dickinsonis ცხედარი მეორე დღეს 40 მაშველისგან შემდგარმა ჯგუფმა აღმოაჩინა. ის სრულად აღჭურვილი და ეკიპირებული იპოვეს, რაც მიუთითებს, რომ მან ნახტომისთვის გულდასმით მოემზადა. მისი ფრთხილი დაგეგმვისა და დიდი გამოცდილების მიუხედავად, მან ვერ შეძლო საბედისწერო შეჯახების თავიდან აცილება. მსოფლიო Wingsuit League (WWL), სადაც დიკინსონი მონაწილეობდა და მრავალი ჯილდო მოიპოვა. მათ Facebook გვერდზე გულწრფელი პატივი მიაგეს. მოიხსენიეს იგი როგორც სპორტის ლეგენდა და შეაქეს მისი წვლილი Wingsuit ფრენაში. როგორც ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სხვა მონაწილეები, Graham Dickinsonis სიკვდილი მხოლოდ პირადი ტრაგედია არ ყოფილა, არამედ მკაცრი შეხსენება იმ რისკებისა, რაც უკიდურეს სპორტში, Wingsuit ფრენაშია ჩადებული. Wingsuit ფრენა, რომელსაც ხშირად ფრინველკაცის ფრენასაც უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი, მაგრამ ამავდროულად საშიში ექსტრემალური სპორტია. იგი გულისხმობს სპეციალურად შექმნილი კოსტიუმის ტარებას, რომელსაც მკლავებსა და ფეხებს შორის ქსოვილის ფრთები აქვს, რაც მფრინავს საშუალებას აძლევს ჰაერში თავისუფლად სრიალოს. ეს კოსტიუმი ადამიანის სხეულს აეროდინამიკურ ფორმად გარდაქმნის, რაც საშუალებას აძლევს ჰორიზონტალურად იფრინოს მავალი სიჩქარით. ფრთიანი კოსტიუმი შედგება კომბინეზონისგან, რომელსაც აქვს ქსოვილის პანელები, რომლებიც ქმნიან ფრთის მსგავს ზედაპირებს ხელებს შორის. ფეხებს შორის the torse shorties. ეს ფრთიანი კოსტიუმები დამზადებულია გამძლე მასალებისგან, როგორიცაა ნაილონი და შექმნილია ფრენის დროს სტაბილურობისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად. მფრინავები ასევე ატარებენ ჩაფხუტებს, სათვალეებს და ხშირად აქვთ კამერები მიმაგრებული, რათა დააფიქსირონ თავიანთი ფრენები. აღჭურვილობის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის პარაშუტი.
ფრთიანი კოსტიუმით ფრენის ბოლოს მფენი ხსნის პარაშუტს, რათა შეანელოს სიჩქარე და უსაფრთხოდ დაეშვას. ფრთიანი კოსტიუმით ფრენაში გამოყენებული პარაშუტის სისტემა მსგავსია იმ პარაშუტებისა, რომლებიც skydiving-ში გამოიყენება. მთავარი პარაშუტით და სარეზერვო პარაშუტით, რომელიც გამოიყენება გადაუდებელ სიტუაციაში. ფრთიანი კოსტიუმით ფრენას ზუსტი სხეულის მოძრაობები სჭირდება ფრენის მიმართულების სამართავად. ხელებისა და ფეხების პოზიციების მცირე კორექტირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ფრენის მიმართულება და სტაბილურობა. ფრინავები საკუთარ სხეულს იყენებენ სამართავად, აჩქარებისა თუ შენელებისთვის და სიმაღლის სამართავად. ფრთიანი კოსტიუმით ფრენისთვის მომზადება, როგორც წესი, იწყება პარაშუტით ხტომით. მომავალი ფრთიანი კოსტიუმის პილოტებმა უნდა შეასრულონ მნიშვნელოვანი რაოდენობის პარაშუტით ხტომები, რათა სრულყოფილად აითვისონ თავისუფალი ვარდნის ძირითადი ტექნიკები და პარაშუტის გაშლა სანამ ფრთიანი კოსტიუმის დარებაზე იფიქრებენ. ეს მომზადება უზრუნველყოფს, რომ ისინი ჰაერში კომფორტულად გრძნობენ თავს და შეუძლიათ საგანგებო სიტუაციების მართვა. ფრთიანი კოსტიუმით ფრენის მიმზიდველობა მდგომარეობს ფრენის შეგრძნებასა და თვალწარდაცხედებში. მფრინავები მაღალი სიჩქარით სფიალის მღელვარებას განიცდიან. ხშირად თვალწარმტაც ლანდშაფტებზე, როგორიცაა მთები, ტყეები და ხეობები. თუმცა ეს მღელვარება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული. ფრთიანი კოსტიუმით ფრენის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე არის დაბრკოლებებთან სიახლოვე. ბევრი ფრთიანი კოსტიუმის პილოტი რელიეფთან ახლოს ფრენას მისდევს, სადაც ისინი კლდეებთან, ხეებთან და სხვა რელიეფის ელემენტებთან ახლოს დაფრინავენ. ეს დამატებით აღძრავს ადრენალინს, მაგრამ ასევე ზრდის შეჯახების რისკს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკი არის პარაშუტის გაშლა. თუ პარაშუტი ძალიან გვიან ან არასწორად გაიშლება, ეს შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანოს. თუნდაც სათანადო მომზადებისა და გამოცდილების მიუხედავად, ფრენის პირობების არაპროგნოზირებადი ხასიათი სერიოზულ გამოწვევებს იწვევს. და როგორც გრაჰამის ამბავი ნათლად გვიჩვენებს, მიუხედავად მოწინავე მომზადებისა, დიდი გამოცდილებისა და საფუძვლიანი მზადებისა, თუნდაც ყველაზე გამოცდილი მფრინავებიც კი ფატალური ავარიების მიმართ დაუცველები არიან. შენმენის მთა, სადაც გრაჰამი ჩამოვარდა, იყო სასურველი ადგილი ფრთიანი კოსტიუმის პილოტებისთვის. ცნობილი იყო თავისი თვალწარმტაცი პეიზაჟებით და რთული რელიეფით. თას კიდევ ერთი ფრთიანი კოსტიუმის მფრინავის სიცოცხლე შეეწირა. უნგრელი ვიქტორ კოვაჩი 2013 წელს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად რთული და სახიფათოა ამ ტერიტორიაზე ფრენა. ბევრი ვინგსუტის მფრინავი თავს ანებებს, როცა აცნობიერებს, რამდენად დიდია მის ფიზიკური და მენტალური მოთხოვნები. მაგრამ ზოგიერთისთვის, ერთი ბოლო ფრენა შეიძლება მართლაც იყოს უკანასკნელი რამ, რასაც ისინი სიცოცხლეში გააკეთებენ. ვიოლეტა რასლანი იყო გამოცდილი შვედ-პოლონელი ვინგსუტის მფრინავი. ცნობილი იყო თავისი ვნებითა და ერთგულებით სპორტის მიმართ. ის იყო გატაცებული ბეის ჯამპერი, მას შემდეგ რაც 19 წლის ასაკში დაიწყო პარაშუტით ხტომა. ბეის ჯამპინგი არის ექსტრემალური სპორტი, რომელიც მოიცავს პარაშუტით ან ვინგსუტით ხტომას ფიქსირებული ობიექტებიდან. აბრევიატურა BASE ნიშნავს შენობებს, ანტენებს, გადასასვლელებს, ხიდებს და დედამიწას, კლდეებს. განსხვავებით ტრადიციული პარაშუტით ხტომისგან, რომელიც გულისხმობს თვითმფრინავიდან გადახტომას, BASE ჯამპერები ხტებიან ამ ფიქსირებული ობიექტებიდან. ხშირად უფრო დაბალ სიმაღლეს, რაც მათ ნაკლებ დროს უტოვებს პარაშუტის გასაშლელად და მნიშვნელოვნად ზრდის რისკის ფაქტორს. ეს სპორტი მოითხოვს დეტალურ დაგეგმვას, ზუსტ დროის შერჩევას და პარაშუტის მართვის ღრმა ცოდნას, რათა გაუმკლავდნენ თითოეული ნახტომის ადგილის უნიკალურ სირთულეებს. ვიოლეტა, როგორც პროფესიონალმა BASE ჯამპერმა ვიოლეტამ, ასობით ნახტომი შეასრულა ევროპასა და ავსტრალიაში, ახალი ზელანდია, თაილანდი და შეერთებული შტატები. ის ასევე დაკავებული იყო ფრთებზე სეირნობით, სადაც ადამიანი ორფრთიანი თვითმფრინავის ფრთებზე ამიმაგრებული. 2009 წელს მალაიზიაში მიცემულ ინტერვიუში მან გამოხატა თავისი სიყვარული ამ სპორტის მიმართ. თქვა, თუნდაც ის საქმეები, რაც მე მომწონს, შეიძლება სიმაღლესთან დაკავშირებული და შემაშინებელი ჩანდეს. მე ეს მიყვარს. სიმაღლის თითოეული დონე მფრთომელებისთვის განსხვავებულ აღგზნებას იწვევს. თუ საყვარელი უნდა ამერჩია, ეს იქნებოდა ფრთიანი კოსტიუმით ფრენა, რომელიც შვეიცარიაში განვახორციელე. თუმცა ისეთი შეგრძნება თითქოს ფრთები მქონდა და უფრინავდი. როცა თავგადასავლებს არ ვეძებ, ვიოლეტა მუშაობდა ინსპექტორად ნავთობის პლატფორმებზე. ეს იდეალური ცხოვრება ჩანდა. და ვიოლეტა გეგმავდა თავისი თავგადასავლებით სავსე დღეების დასრულებას გრანდიოზულად. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი რამ, რასაც ცოცხალი გააკეთებდა. დღე იყო 2012 წლის 12 სექტემბერი. ვიოლეტა, რომელიც ახლა 37 წლისაა და ორსულების შემდეგ, დაიფიცა, რომ უარს იტყოდა ვინგსუტით ფრენაზე. ამ ექსტრემალურ სპორტს, რომელსაც ძალიან უყვარდა, საბოლოოდ დაემშვიდობა. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ეწვია თავის საყვარელ BASE ჯამპინგის ადგილს, ვილა ფერატას შვეიცარიულ მთებში. 300 მეტრზე მეტი ვერტიკალური ვარდნით, ეს ადგილი სტეშელბერგის მახლობლად შვეიცარიაში, მის როსლინის საყვარელი BASE ჯამპინგის ადგილი იყო. და მან ეს ნახტომი მანამდე ბევრჯერ ჰქონდა შესრულებული. მას შემდეგ, რაც სამმა ადამიანმა უკვე შეასრულა ნახტომი, ის და ბატონი დომოლოვსკი, როგორც იუწყებიან, ერთად გადახდნენ, ალბათ გეგმავდნენ მისი ბოლო ფრენის აღნიშვნას.
როდესაც ის შვეიცარიის ალპების თვალწარმტაც პეიზაჟებზე დაფრინავდა, ალბათ ძალიან ამაღელვებელი იყო ამის ნახვა, მაგრამ რაღაცა ძალიან ცუდად წავიდა. არასწორად მოხდა მისი დაშვებისას. ვიოლეტა სწრაფად ეშვებოდა, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს უსაფრთხო იყო. მისი პარაშუტი გაიჭედა და მისი სასოწარკვეთილი მცდელობები გაეხსნა პარაშუტი, როცა კლდის შვერილიდან ვარდებოდა უშედეგო აღმოჩნდა. მისი პარტნიორი უმწეოდ უყურებდა, როგორც ცდილობდა ის სასოწარკვეთილად პარაშუტის გახსნას. ბოლო წამებში მიხვდა, რომ ვერ მოახერხებდა და ხელები გაშალა. ალბათ თავის ბედს შეგუებული, ან ზიანის შესამცირებლად. მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. ის შეჯახებისთანავე ადგილზე გარდაიცვალა. ვიოლეტა გარდაცვალების დროს 4 თვის ორსული იყო. და ეს ფრენა მას დიდი ხნით ბოლო უნდა ყოფილიყო. შესაძლოა სამუდამოდაც კი. მთელი მსოფლიოდან სპორტსმენები და გულშემატკივრები მას პატივს მიაგებდნენ. მისი დედა, ჰელენა ზანიევსკა-პეტერსონი, თხოვდა, რომ შეეწყვიტა ხტომა მას შემდეგ, რაც დაორსულდა. მაგრამ ვიოლეტა დაჟინებით მოითხოვდა ბოლო ნახტომს. სამწუხაროდ ვინგსუტით ფრენა ის სპორტია, სადაც ყველაზე მცირე შეცდომასაც კი შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს. ჰაერში ფრენის მღელვარება ხშირად საათში 120 მილზე მეტი სიჩქარით. მუდმივად ახლავს ავარიების რისკი. არავინ არის გამონაკლისი. არც კი ის ადამიანი, ვინც სპორტს სამუდამოდ დატოვებას აპირებს. დღეს 8 დეკემბერია, 2012 წელია და 2 წერტილი ციდან ეცემა. მათ ჰაერში ტრიალით და ბრუნვით ეშვებიან. ერთი კაცის თავი მოდუნებულია ლურჯ ჩაფხუთში, როცა მისი საგანგებო პარაშუტი იხსნება. სხვა კაცი მიწაზე ეცემა და ყვირის. ვიღაცამ დამარტყა. ეს ნათელი ზაფხულის დილა. მანქანები ზუზუნებენ ჰიუმის გზატკეცილზე პიქტონის მახლობლად. მათ ზემოთ სრული ქაოსია, რადგან მომაგდინებელი პარაშუტისტების ჰაერში შეჯახება ხდება, რომელიც ითვლება ავსტრალიაში პირველ შემთხვევად. ორი მამაკაცი გიჟურად ტრიალებს მიწისკენ. სა უილტონის თავზე, სამხრეთ-დასავლეთ სიდნეიში, გახდა მოწმე ამ მძიმე და შემაშფოთებელი ავარიის, რომელმაც ისტორია შექმნა. იმ საბედისწერო დღეს პიტერ ფარლეი შეუერთდა 17 პარაშუტისტის ჯგუფს, მხიარული შაბათ-კვირისთვის ვინგსუტით ფრენაში. ისინი პატარა სესნას თვითმფრინავით აფრინდნენ. დავიდნენ 14,000 ფუტის სიმაღლეზე ვილტონის თავზე. ჯგუფი შედგებოდა ენთუზიასტებისგან სიდნეიდან, მელბურნიდან და ბრიზბენიდან. აღფრთოვანებით იყო სავსე, მაგრამ ნახტომი მალე სავალალოდ წარიმართებოდა. 17 პარაშუტისტი ატარებდა სტანდარტულ პულ პარაშუტებს და სპეციალურ კომბინეზონებს, რომლებსაც ფეხებსა და ხელებს შორის დამატებითი ქსოვილი ჰქონდა, რათა ვარდნისას წინ გაეფრინა. თითქოს ადამიანის შაქრის მფრინავი პოსუმი იყოს. ხტომა ჩვეულებრივად დაეწყო. პარაშუტისტები თვითმფრინავიდან დაგეგმილი თანმიმდევრობით სწრაფად გადმოხდნენ. პიტერი და კიდევ ერთი ვინგსუტერი, სკოტ ჰინგერტი იყვნენ ბოლოები, ვინც გადმოხდნენ. ჰინგერტი გამოცდილი პარაშუტისტი, რომელსაც 8-ზე მეტი გადმოხტომა აქვს შესრულებული. მხოლოდ ერთი თვის წინ ვინგსუტით ფრენა დაიწყო. როდესაც ცაში დაფრინავდნენ, უბედურება დატრიალდა, პირდაპირ მნიშვნელობით. გადახტომიდან 29 წამში სკოტის მარჯვენა მხარეს ძლიერი დარტყმა მოხდა და ის ტრიალში ჩავარდა. ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვხედავდი, გონებას ვკარგავდი, ის ამბობს. მთელი ხელი დამიბუჟდა მხრიდან თითებამდე. მარჯვენა ფეხი ვერ ვამოძრავე, ვიფიქრე ზურგი მქონდა მოტეხილი. მას შემდეგ ვიდეო ჩანაწერი იმდენჯერ აქვს ნანახი, რომ ზუსტად იცის რა მოხდა მაშინ. ერთი ბარელური ბრუნი გავაკეთე. ვუყურებდი მიწას და უცებ ცას ვუყურებდი. მერე ისევ მიწას. სკოტ ჰინგერტის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს მისი დალუგჯებები, რაც ახლა იცის, რომ პიტერ ფარლისთან ჰაერში შეჯახების შედეგი იყო. გამოვსწორდი და ვცადე პარაშუტის გახსნა და შემდეგ მარცხნივ 3 ბრტყელი ბრუნი გავაკეთე. ჩემთვის ვთქვი, სკოტ, თუ ახლავე არაფერს გააკეთებ, მოკვდები. მართლა არ ვიცი როგორ, მაგრამ მან მოახერხა და პარაშუტი გახსნა. რამდენიმე წამში ჰინგერტი ჩავიდა დაშვების ზონაში და ტკივილისგან ყვიროდა. მისი სხეულის მარჯვენა მხარე სავსე იყო ღრმა სისხლჩაქცევებით. მაგრამ პიტერ ფარლეი სკოტისგან განსხვავებით ვერ მოასწრებდა თავისი გიჟური ველური ისტორიის მოკვლას. ჰაერში შეჯახება მის სრულიად გათიშა, რაც ნიშნავდა, რომ ვერ შეძლო პარაშუტის გასახსნელი რგოლის მოკაჩვა. პარაშუტის გაშვების შესაძლებლობის გარეშე ის სწრაფად და მძიმედ დაეცა. და როცა ფარლის უგონო სხეული ციდან ვარდებოდა, მისი სათადარიგო პარაშუტი ავტომატურად გაიხსნა, 750 ფუტის სიმაღლეზე. მაგრამ ეს უკვე გვიანი იყო და აღარ იყო საკმარისი. ფარლი მთლიანად ბედის ხელში იყო. დარტყმისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე ფარლი მძიმედ დაეცა მიწაზე და შეეჯახა თვითმცლელ სატვირთოს, რომელიც გზატკეცილთან მდებარე სამშენებლო მოედანზე იდგა. სხვა პარაშუტისტები და შეშფოთებული გამლელები სასწრაფოდ მიიჭრნენ და დაიწყეს გულის მასაჟი. ის მასაჟი, მაგრამ ფარლის პულსი არ ქონდა და მას კისერი ქონდა მოტეხილი. ფარლის კისერი ჰაერში შეჯახებისას მოდგდა თუ მიწაზე დაცემისას, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
ფრთიანი კოსტიუმის მსოფლიო რეკორდსმენი და გადაუდებელი დახმარების ექიმი გლენ სინგელმანი ამბობს, რომ კისერი ნებისმიერ მაღალი სიჩქარის შეჯახებისას დაუცველია. ამიტომ მიუხედავად მათი ძალისხმევისა, პიტერ ფარლეი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა. ეხლა ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო ნიშანია. პირველ რიგში გამოძიება მაჩვენა, რომ მრავალი გადამხდარი, მათ შორის პიტერ ფარლიც, არ ფლობდნენ საჭირო ავსტრალიის პარაშუტისტთა ფედერაციის APF-ის StarCrest-ის კვალიფიკაციას დიდი ფორმაციის ნახტომებისთვის. ეს კვალიფიკაცია უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებს აქვთ საჭირო უნარები და გამოცდილება, რათა უსაფრთხოდ განახორციელონ ნახტომები, რომელშიც 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ამ კვალიფიკაციების არარსებობა მონაწილეებს შორის უსაფრთხოების პროტოკოლების სერიოზული დარღვევა იყო. მეორეც, ნახტომის ორგანიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ესეთი დიდი ფორმაციის ნახტომის დაგეგმვა და განხორციელება, განსაკუთრებით როცა მონაწილეებს გამოცდილების სხვადასხვა დონე აქვთ, მოითხოვს დეტალებისადმი გულდასმით ყურადღებას და უსაფრთხოების წესების მკაცრ დაცვას. ამ წესების დაცვის ვერ უზრუნველყოფამ გამოიწვია სახიფათო სიტუაცია, რომელმაც საბოლოოდ ფარლის სიკვდილი გამოიწვია. მესამე, შესამჩნევი იყო ზედამხედველობისა და კონტროლის ნაკლებობა. გამოცდილმა ინსტრუქტორებმა ან ნახტომის ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველეყოთ, რომ ყველა მონაწილე აკმაყოფილებდა საჭირო უსაფრთხოების სტანდარტებს ნახტომამდე. კვალიფიკაციის შემოწმების უყურადღებობამ და შესაძლოა პარაშუტისტებს შორის გამოცდილების შეუსაბამობის უგულებელყოფამ მნიშვნელოვნად გაზარდა ავარიის რისკი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მოგვიანებით სხვა ფრთიანი კოსტიუმის მფრინავებიდან ერთმა პოლიციას უთხრა, რომ მან გაიგონა, როგორ კითხა ჰინგერტიმ თავის ფრთიანი კოსტიუმის ინსტრუქტორს. მე ჯერჯერობით მხოლოდ 3 ფრთიანი კოსტიუმით ნახტომი მაქვს შესრულებული. არ არის პრობლემა თუ ამ ნახტომში მეც მივიღებ მონაწილეობას. კითხვაზე რომელზეც მან უპასუხა. არ იდარდო ძმაო. ყველაფერი კარგად იქნება. მიუხედავად დაუდევრობისა, ავარიის გამოძიებამ დაასკვნა, რომ ეს იყო შემთხვევითი და თავიდან აცილებადი. არც ერთი მონაწილე პირის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდება არ წაუყენებიათ. თუმცა ნიშნულოვანი ადმინისტრაციული ზომები იქნა მიღებული, გამოვლენილი უსაფრთხოების ხარვეზების აღმოსაფხრელად. ავსტრალიის პარაშუტისტთა ფედერაცია APF, რამდენიმე ინსტრუქტორი და ნახტომის ორგანიზატორი, რომლებიც აღმოჩნდნენ, რომ უგულებელყვეს თავიანთი მოვალეობები მონაწილეთა უსაფრთხოებისა და კვალიფიკაციის უზრუნველყოფაში, ავსტრალიის პარაშუტისტთა ფედერაციამ დროებით გაათავისუფლა. APF-მა ასევე დააწესა უფრო ერთიანი ტრენინგისა და სერტიფიკაციის მოთხოვნები wingsuit-ის ინსტრუქტორებისა და დიდი ფორმაციის ნახტომებში მონაწილეთათვის. ეს მოიცავდა ყოველი სერტიფიცირებული ინსტრუქტორისთვის სრულმასშტაბიან გადამზადებას, რათა მომავალ ნახტომებში უსაფრთხოების და პასუხისმგებლობის უფრო მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფილიყო. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი რეგულაციებია და უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ექსტრემალური სპორტის ყველა მონაწილის კეთილდღეობის დაცვას. მაგრამ პეტერისთვის ეს ძალიან ცოტა იყო და ძალიან გვიან. ეხლა დარწმუნებული ვარ, საკმაოდ მაცდუნებელია იმის წარმოდგენა, როგორც წარიმართებოდა ყველაფერი, პეტერი რომ ცოტა უფრო გამოცდილი ყოფილიყო. მაგრამ გამოცდილება ყოველთვის არ იცავს მოულოდნელისგან ექსტრემალურ სპორტში. ჩვენი შემდეგი ისტორია ეხება კაცს, რომელიც მისი აკადემიური და ჰობისტური გამოცდილების მიუხედავად skydiving-სა და wingsuit ფრენაში ის აღმოჩნდა სახიფათო სიტუაციაში, რისთვისაც ვერანაირი გამოცდილება ვერ მოამზადებდა. ჯეფრი რობსონი იყო ნიჭიერი სამხრეთ აფრიკელი wingsuit-ით მფრინავი. დოქტორანტურის კანდიდატი შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ჯეფრი ცნობილი იყო wingsuit ფრენის მათემატიკური მოდელირების პიონერული მუშაობით. ჯეფრი რობსონი დაიბადა ბელვილში, კეიპტაუნში, 1979 წლის იანვრის 24-ს. მისი საწყისი განათლება მიიღო ბერგლეიტის საშუალო სკოლაში. ამის შემდეგ მან უმაღლესი განათლება მიიღო სტელენბოშის უნივერსიტეტში. აქ მან დაასრულა მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრის და გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ხარისხი. მისი აკადემიური გზა ამით არ დასრულებულა. მან სწავლა გააგრძელა პრესტიჟულ ციურიხის შვეიცარიულ ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც დაიწყო რევოლუციური სადოქტორო პროექტი, რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორ მუშაობდა wingsuit-ის საჰაერო ფრთა სხვადასხვა სიჩქარის სრიალის დროს. სწავლის დასრულების შემდეგ ჯეფრი მოკლედ სცადა თავი ლონდონის ფინანსურ სექტორში და ატარებდა სტატისტიკურ ანალიზს ტოკიოს ბანკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხარჯებს ფარავდა, ჯეფრი თავს გაჭედილად გრძნობდა თავისი ცხოვრებით უკმაყოფილო იყო. ამიტომ მან თავისი ყურადღება გადაამისამართა აკადემიური ცოდნისა და ექსტრემალური სპორტისადმი ვნების გაერთიანებაზე. ამ პერიოდში დაიწყო პარაშუტით ხტომა და ბეის ჯამპინგი და საბოლოოდ გადავიდა wingsuit-ით ფრენაზე. ჯეფრიმ ფრენისადმი თავისი ვნება სამეცნიერო და საინჟინრო გამოცდილებასთან გააერთიანა. ის გულმოდგინედ ითვლიდა თავის ფრენის მარშრუტებს და ხშირად ცდიდა თავის მოდელებს ჰადელებს.
ჰაერში ბევრი წარმატებული პარაშუტით ხტომის შემდეგ ჯეფრიმ გადაწყვიტა, რომ დრო იყო თავისი თავგადასავლებისადმი ვნება და მათემატიკა ახალ დონეზე აიყვანა. საბედისწერო ნახტომისას ჯეფრი ცდილობდა რელიეფთან ახლოს ფრენას კრდიდან დუელს კლუბზე, სტელენბოშის მახლობლად, სამხრეთ აფრიკაში. ეს ტერიტორია ცნობილია თავისი რთული რელიეფით, რაც ზუსტ კონტროლსა და ექსპერტულ უნარებს მოითხოვს. და ასე მივედით 12 აპრილს, 2010 წელი. ინციდენტის დღეს დილა ნათელი და გრილი იყო. როგორც ჯეფრი რობსონი, მეგობრებისთვის ცნობილი როგორც ჯიო, და ჯეფრი რობსონი და მისი მეგობრები ემზადებოდნენ რთული ლაშქრობისა და ბეის ჯამპინგისთვის სტელენბოშის მახლობლად მდებარე კლდოვან მთებში. ჯგუფმა ასლა დაიწყო დაახლოებით დილის 5:15 საათზე. გიო, რომელსაც ერთადერთი ფარანი ჰქონდა, წინ მიუძღოდა. ზუსტად დილის 9 საათამდე ისინი მივიდნენ იმ ადგილას, საიდანაც გეგმავდნენ გადახტომას. დუიველს კლუბის კლდიდან ჰელშოკტრის უველტეხილსა და პენიელს შორის. სანამ ლეისი და ოკონორი ემზადებოდნენ ტრადიციული ბეის ჯამპისთვის კლდის ჩრდილოეთ მხარეს, რობსონმა ჩაიცვა თავისი ფრთიანი კოსტიუმი. ამ ტიპის კოსტიუმის ხელს ზედაპირს უმატებს, რაც საშუალებას აძლევს მას, ვისაც ის აცრია, ჰაერში დიდ მანძილზე გასრიალდეს. გიო, როგორც გამოცდილი პარაშუტისტი და ენთუზიაზმით საუზმით სავსე ვინგსუტის მფრინავი, ამ ფრენის დეტალური დაგეგმვა ჰქონდა ჩატარებული. ის ახალ მარშრუტს ცდიდა და ასევე თავისი სადოქტორო კვლევებიდან წამოღებულ იდეებსაც ამოწმებდა. მისი კვლევა მოიცავდა ძალიან დეტალურ გამოთვლებს იმის შესახებ, თუ როგორ დაფრინავენ ფრთიანი კოსტიუმები. ის იყენებდა მონაცემებს GPS-თან და სენსორებიდან, რომლებიც პოზიციას ზომავენ, მოძრაობას და გარემო პირობებს, როგორიცაა ჰაერის ცნევა. როდესაც მისი მეგობრები უყურებდნენ, გიომ იდეალურად გადახტა და 90 გრადუსით შემობრუნდა, რათა დაეცვა ის ფრენის მარშრუტი, რომელიც გამოთვალა, რომელიც უნდა გადაეყვანა იგი ქედის ზემოთ. მაგრამ მალევე, როგორც კი კლდის კუთხეს მოუარა, მოისმა ხმამაღალი გრუხუნი. რამე საშინლად ცუდად წავიდა. მისმა მეგობრებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ სიტუაცია სერიოზული იყო და დახმარება გამოიძახეს. მდებარეობა ფეხით მისასვლელად ძალიან რთული იყო. ამიტომ მათ გამოიძახეს ვერტმფრენი წითელი ჯვრის საჰაერო სამაშველო სამსახურიდან. სამწუხაროდ, იმ დროისთვის, როცა დახმარება მოვიდა, რობსონი უკვე გარდაცვლილი იყო, რადგან მისი დაზიანებები ძალიან მძიმე არ მოჩნდა. მისი ფრთხილი მომზადების მიუხედავად, მოულოდნელმა ქარის დაბერვამ ფრენისას ჯეფრის ტრაექტორია შეცვალა. ტრაქტორიის შესწორება ვერ შეძლო. მან შეეჯახა ქედის გვერდს, რაც სასიკვდილო შეჯახებით დასრულდა. ამ ინციდენტმა აჩვენა ვინგსუტით ფრენის არაპროგნოზირებადი ბუნება, სადაც ყველაზე უმნიშვნელო არასწორად გათვაც კი შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. ჯეფრის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო როგორც აკადემიური, ასევე ვინგსუტის საზოგადოებისთვის. ის დიდად ცემდნენ პატივს მისი სამეცნიერო წვლილისა და თავგადასავლების მოყვარული სულისთვის. ჩვენი შემდეგი ისტორია ეხება მარკ ენდრიუს, 65 წლის ბრიტანელ ბეის ჯამპერს მარკ ენდრიუს, რომელმაც ტრაგიკულად დაკარგა სიცოცხლე 3 ივნის 2023 წელს, იტალიის დოლომიტებში ვინგსუტით ხტომის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტში გვიან ჩაერთო, მარკი ცნობილი იყო თავისი უშიშარი სულით, რადგან მას უკვე შესრულებული ჰქონდა 600-ზე მეტი ნახტომი. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ 2014 წელს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბეის ჯამპინგი გვიან დაიწყო, მარკი სწრაფად გახდა საზოგადოებაში ცნობილი ფიგურა. ის რეგულარულად აქვეყნებდა თავისი ნახტომების ვიდეოებს სოციალურ ქსელებში, ევროპის მასშტაბით თავისი გამბედავი თავგადასავლების დემონსტრირებით, მათ შორის ნორვეგიაში, იტალიასა და რუსეთში. მარკი ასევე ცხოვრობდა მოსკოვსა და ბუქარესტში, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. როგორც პენსიაზე გასული ინჟინერი, მან დიდი ენთუზიაზმით მოიხიბლა ბეის ჯამპინგის ადრენალინით სავსე ცხოვრების წესით. მისი საბედისწერო ნახტომის დღეს მარკმა პაგანელადან აიღო სტარტი. პოპულარული და რთული ბეის ჯამპინგის ადგილი ტრენტოსთან, იტალიაში. ავარია მოხდა ნათელ შაბათ დილას. მარკი გავრცელებული ინფორმაციით მარტო იყო მისული ადგილზე, რათა კიდევ ერთი ამაღელვებელი ნახტომისთვის მომზადებულიყო. ბოლო წინასწარი შემოწმების შემდეგ მარკმა ნახტომი გააკეთა. ალბათ პირველ რამდენიმე წამს ის ნახტომის ჟუანტელს წარღვებში გრძნობდა. მაგრამ მიუხედავად მისი დიდი გამოცდილებისა, რაღაცა საშინლად არასწორად წავიდა. როცა ის გადახტა, ძლიერმა ქარმა მოულოდნელად დაარტყა. მისი ტრაექტორია შეიცვალა და სახიფათოდ ახლოს მიიყვანა კლდესთან. მოწმეებმა დაინახეს, როგორც ცდილობდა ის კონტროლის აღდგენას, მაგრამ ქარი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. როდესაც მარკი სწრაფად ეშვებოდა, ის შეეჯახა გამოშვერილ კლდის თაროს, რის შედეგადაც მან კიდევ უფრო დაკარგა კონტროლი. სასოწარკვეთილი მცდელობისას, რომ დასტაბილურებულიყო, მან სცადა პარაშუტის გაშლა. სამწუხაროდ, გაშლა ძალიან დაგვიანდა და ის აგრძელებდა კლდის კედრის გასწვრივ უკონტროლოდ ცვენას. საფეხურთან შეჯახებას უკვე მძიმე დაზიანებები ჰქონდა გამოწვეული და შემდგომმა ვარდნამ თითქმის გამორიცხა გადარჩენის შანსი. მარკის სხეული უკონტროლოდ ეცემოდა კლდის კედლის გასწვრივ და მისი პარაშუტი მხოლოდ ნაწილობრივ გაიშალა. საგანგებო სამსახურების მისვრის დროისთვის ცხადი იყო, რომ ის შეჯახებას ვერ გადაურჩა.
მისი ცხედარი მთის სამაშველო ვერტმფრენმა ამოიყვანა და მოგვიანებით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ირონიულად, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა თითქმის იმავე ადგილას, სადაც სხვა ბრიტანელი ბეის ჯამპერი, დილან მორის რობერტსი, ზუსტად 1 წლის წინ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები ჯერ კიდევ იძიება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ის ადგილი, სადაც მარკის ავარია მოხდა, ცნობილია თავისი სირთულით და მხოლოდ ექსპერტების თვისებისთვის არის შესაფერისად მიჩნეული. რადგან დაშვების პირველი 700 ფუტი განსაკუთრებით საშიშია, გდის შვერილებითა და ხეებით, რომელთა შორის ზუსტი მანევრირებაა საჭირო. მოცდილი მხტომრებიც კი აფრთხილებენ რთული ქარის პირობების შესახებ, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. მაგრამ მარკ ენდრიუსის სიკვდილი კიდევ ერთ რისკს აჩვენებს. ბეის ჯამპინგთან დაკავშირებულს გარემოს არაპროგნოზირებადობა. ყველაზე გამოცდილი მხტომელებიც კი შეიძლება შეეჯახონ მოულოდნელ სირთულეებს, როგორიცაა ქარის უეცარი ცვლილებები, რაც შეიძლება მკვეთრად შეცვალოს დაგეგმილი ნახტომი. ექსტრემალური სპორტი, ყველა სიფრთხილის მიუხედავად, სასიკვდილოდ რჩება უკონტროლო ელემენტების გამო. როგორც სპორტი, ბეის ჯამპინგს ბოლო 20 წლის განმავლობაში 400-ზე მეტი სიცოცხლე შეეწირა და მიუხედავად აღჭურვილობისა და მომზადების გაუმჯობესებისა, სპორტის არაპროგნოზირებადი ბუნება ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი მალე არ შემცირდება. მარკის გარდაცვალება მკაფიოდ გვახსენებს, როგორი წვრილია ზღვარი აღტაცებასა და ტრაგედიას შორის ექსტრემალურ სპორტში. ჩვენი შემდეგი ამბავი ეხება ლიუ ნინს, 24 წლის ჩინელ კოლეჯის სტუდენტს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ფრთიანი კოსტიუმით ფრენისას 2020 წლის 12 მაისს. ლიუ გამოცდილი ფრთიანი კოსტიუმით მფრინავი იყო და მონაწილეობდა დოკუმენტური ფილმის გადაღებაში ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში, თვალწანტაც ჟანგძიაის მთებში. იმ დღეს ლიუმ და მისმა ოპერატორმა ვერტმფრენიდან 8000 ფუტის სიმაღლიდან გადახდნენ. ამ კადრებში ჩანს, როგორც ცდილობს მისი ნახტომის პარტნიორი სასოწარკვეთილად მოუხმოს მას, როცა ლიუ დაგეგმილი მარშრუტიდან გადაუხვევს. მისი მცდელობის მიუხედავად ლიუ მარშრუტიდან გადაუხვია და სწრაფად დაეშვა ხეების ხაზისკენ. მან ვერ გახსნა პარაშუტი და ნახტომიდან მალევე თვალთახედვიდან გაქრა. მალევე დაიწყო მასშტაბური საძიებო ოპერაცია, რომელშიც ჩაერთო ვერტმფრენები, დრონები და ადგილობრივი მცხოვრებლები. 3 საათის შემდეგ ლიუს ცხედარი არ მოაჩინეს სქელ ბუჩქნარში, ზღვის დონიდან 3000 ფუტის სიმაღლეზე. დაახლოებით 7000 ფუტის დაშორებით მისი გადახტომის წერტილიდან. მისი პარაშუტი არ იყო გახსნილი, რაც მიუთითებს, რომ ბოლო წამებში მას კონტროლის დაბრუნება ვერ შეძლო. მისი გარდაცვალების ამბავმა ფართო ყურადღება მიიპყრო. მინიმუმ 250 მილიონი ადამიანი უყურებდა ვიდეოს, რომელიც მის ბოლო ნახტომს ასახავდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფატალური შემთხვევა, რომელშიც ჩინელი სპორტსმენი ამ ექსტრემალურ სპორტში დაიღუპა. მისმა გარდაცვალებამ გამოიწვია დისკუსია ფრენის ტრაექტორიების დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების აღჭურვილობის აუცილებლობაზე, როგორიცაა GPS ტრეკერები, ესეთი მაღალი რისკის მქონე აქტივობების დროს. მისი გარდაცვალება ასევე გამოიწვია ჩინეთში ამ სპორტის უფრო მკაცრი განხილვა, რომელიც უკვე ითვლება ფუფუნების აქტივობად მისი მაღალი ხარჯებისა და საჭირო ფართო მომზადების გამო. მიუხედავად ლიუს დიდი გამოცდილებისა, ეს ინციდენტი ხაზს უსვამს ვინგსუტით ფრენის არაფრის არაპროგნოზირებად ხასიათს და შეცდომისთვის ძალიან მცირე ზღვარს. მისი სიკვდილი იყო გამოფხიზლებელი შეხსენება ვინგსუტით ფრენის თანდაყოლილი საფრთხეების შესახებ, თუნდაც მათთვის, ვისაც აქვს ვრცელი მომზადება და მაღალი კვალიფიკაცია. ვინგსუტით ფრენა სინამდვილეში უფრო უსაფრთხოა, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. არ გჯერათ? უყურეთ ბოლომდე. 2017 წელს ფრედ ფიუგენმა და ვინს რეფეტმა წარმოუდგენელი ტრიუკი შეასრულეს. ისინი შვეიცარიის ალპებში იუნგფრაუს მთიდან გადახტმენ და მოძრავ თვითმფრინავ პილატუს პორტერში შეიჭრნენ. დიახ. შემდეგ არის იტალიელი ვინგსუტის ლეგენდა, რობერტ მანჩინო, რომელმაც 2015 წელს პანამა სიტიში წარმატებით ვინგსუტით გაიფრინა ორ საოფისე შენობას შორის. გამოიცანი სადვიპოვე ეს დაუჯერებელი ისტორიები. სწორია. კომპანიების ვებგვერდებზე, რომლებიც სპეციალიზდებიან ვინგსუტით ფრენის გამოცდილებების შეთავაზებაში. მაგრამ რა თქმა უნდა, ველური ადრენალინის მოზვავებისა და საოცარი ხედვების მიღმა, ამ ვებგვერდებზე არსად იყო ნახსენები ვინგსუტით ხტომის ბნელი მხარ. ყოველი მფრინავისთვის, ვინც ღრუბლებში გაცურდა, არსებობს უამრავი ისტორია მათ შესახებ, ვინც უსაფრთხოდ ვერ დაბრუნდა მიწაზე. ჰაერის საბოლოო სიჩქარით დაჭრის მღელვარებას მაშინვე დაივიწყებ, როცა მიხვდები, რამდენად სწრაფ შეიძლება ყველაფერი არასწორად წავიდეს. ეს ვიდეო მსოფლიო ყურადღებას იპყრობს, რადგან მან მართლაც საოცარი მომენტი დააფიქსირა. 2016 წლის 29 სექტემბერს ერიკ დოს სანტოსი, გამოცდილი ვინგსუტის პილოტი, დაიწყო ის, რაც ჩვეულებრივი ფრენა უნდა ყოფილიყო ფრანგულ ალპებში.
ვიდეოს დასაწყისში, სადაც ერიკი აფრენას აპირებს, ყველაფერი ნორმალურად გამოიყურება თავგადასავალში, რომელიც არაფრით იყო ჩვეულებრივი. როცა მისი ჩაფხუძე დამაგრებული კამერა იწერდა, მან აფრენამდე ჩვეულებრივადაც კი დაემშვიდობა ყველას. ოჟრუარ. ვერც არ მოედგინა რა დრამატული მიმართულება უნდა მიეღო მის ფრენას. ოჟრუარ. როდესაც ის თოვლით დაფარულ მთებსა და დაკბილულ კლდეებს გადაუფრენდა, კამერამ დააფიქსირა ატრაქციონივით დაშვება, მწვანე ხავერდოვან თხისკენ. სენის სილამაზე მომაჯადოებელი იყო. ერიკის ჩრდილი მის კვალს ქვემოთ მიუყვებოდა. ადამიანსა და ბუნებას შორის გაბედული ცეკვის მშვიდი წყნარი სურათი. თუმცა, მხოლოდ 51 წამში, ფრენის დაწყებიდან, სიუჟეტმა მოულოდნელი გულის შემზრელი შემოbrunება მიიღო. ერიკმა სწრაფად და მოულოდნელად დაკარგა სიმაღლე. ერთ წამში, რაც ჩვეულებრივი ფრენა უნდა ყოფილიყო, თითქმის გარდაცვალების ცნობად იქცა. ეს კადრები პირდაპირ ერიკის თვალთახედვიდან აჩვენებს, როგორ მიფრინავს ის ხეების წვერების ზემოთ საათში, 90 მილზე მეტი გასაოცარი სიჩქარით. როცა ერიკი იწყებს შენელებას, სიჩქარეს და სიმაღლეს კარგავს, ყველაზე ცუდი ხდება. ის ხის წვერს ეჯახება, მაშინაც კი როცა ჯერ კიდევ მაღალი სიჩქარით მიფრინავს. მისი კამერა აფიქსირებს საშინელ მომენტს, შეჯეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ეკრანი არ გაშავდება. საოცრად ერიკმა ამ შეჯახებას სასწაულებრივად გადაურჩა. მაგრამ მის სხეულზე დატოვებული კვალი საკმაოდ მძიმე იყო. ვარდნამ მას მარცხენა ბეჭის სრის მოტეხილობის მოტეხილობები დაუტოვა. მარცხენა მხრის ზედა ნაწილში, მის მარცხენა ლავიჩში და მის მარცხენა მხარეს სამი ნეკნი. მას ასევე ჰქონდა დაჟეჟილი კისერი, გაჭრილი ღვიძლი, თავის ტრაუმები და რამდენიმე ჩრილობა თავზე. მას თავის ტრაუმებისგან გამოჯანმრთელებისთვის ჰიპერბარიული კამერაც კი დასჭირდა. მაგრამ მაინც ის სასაცილოდ იღბლიანი იყო, რომ გადარჩა wingsuit-ით სრული სიჩქარით ჩამოვარდნისას, პარაშუტის გაშვების გარეშე. ერიკი მსოფლიოში მხოლოდ მეორე ადამიანია, ვიზეც ცნობილია, რომ ასეთი დამანგრეველი ავარიის შემდეგ გადარჩა. wingsuit-ით ფრენა, როგორც ერიკი აკეთებს, გულისხმობს სპეციალურად შექმნილი კოსტიუმის ტარებას, რომელსაც ნეილონის მემბრანები აქვს გაჭიმული ხელებს, ფეხებსა და ტანს შორის, რაც ქმნის აეროდინამიკურ ზედაპირებს, რომლებიც მფრინავს ჰაერში ჰორიზონტალურად სრიალის საშუალებას აძლევს. რაც ფრინველების ან ღამურების ელეგანტურ ფრენას გავს. wingsuit-ით ფრენა განსაკუთრებით პოპულარულია base jumper-ებს შორის, რომლებიც ეძებენ ფრენის ყველაზე სუფთა ფორმას თვითმფრინავის გარეშე. ამის ნაცვლად ისინი ადიან მაღალ ადგილებზე, მაგალითად კლდეებზე, ან მაღალ პლატფორმებზე და პირდაპირ ჰაერში ხდებიან. როგორც კი ჰაერში აღმოჩნდებიან, მათი ფრენის მარშრუტის კონტროლი ზუსტ მოძრაობებს მოითხოვს. მათი ხელების ან ფეხების მცირე გადაადგილებაც კი მნიშვნელოვნად ცვლის მიმართულებასა და სტაბილურობას. მათი ფრენის ბოლოს wingsuit-ის მფრინავები პატარა პარაშუტს ხსმიან, რათა უსაფრთხოდ დაეშვან მიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მარტივად ჟღერდეს, რეალურად კი wingsuit-ის მართვის ტექნიკა ძალიან რთულია და დიდ უნარსა და ვარჯიშს მოითხოვს. ბევრ მფრინავს უჭირს ამ კონტროლის სრულ ყოფილად დაუფლება, რაც გადამწყვეტია უსაფრთხო ფრენისთვის. მოცდილი მფრინავებიც კი შეიძლება სირთულეებს წააწყდნენ სპორტის არაპროგნოზირებადი ბუნების გამო, სადაც მცირე არასწორი გათვლებიც კი სერიოზულ შედეგებს იწვევს. ეს ძალიან რთულად არ ჟღერს. მაგრამ რეალურად ბევრი პარაშუტისტი და base jumper-ი სწორედ იმიტომ დაშავებულა, რომ ამ ტიპის მართავ ვერ შეძლო. მაგრამ რა თქმა უნდა, ხრუბლებში ფრენის ყველა ისტორია არ მთავრდება სასწაულით, როგორც ერიკ დოს სანტოსის შემთხვევაში. 2018 წელს ემი ჟან სენტილერა დამი 27 წლის ელიტარული მხტომელი კანადიდან მონაწილეობდა wide open wingsuit-ის სერიაში. ეს შეჯიბრი მსოფლიოს ყველაზე გამოცდილი wingsuit-ის პილოტებს იზიდავს, რომლებიც იცვამენ მაღალი წარმადობის wingsuit-ებს და ერთმანეთს ცაში ეჯიბრებიან. იმ საბედისწერო დღეს ემი ჯინი სხვა მფრინავს ეჯიბრებოდა, როცა მათ შორის კატასტროფული შეჯახება მოხდა ჰაერში. ერთ-ერთმა მასპინძელმა ამ შეჯიბრის გაიხსენა. ისინი გადახდნენ და მან და კიდევ ერთმა მფრინავმა ერთმანეთი თვალთახედვიდან დაკარგეს. მათ წამიერი არასტაბილურობა ჰქონდათ და ერთმანეთს შეეჯახნენ. თუ ისინი ერთმანეთის გვერდით ერთი ფეხის დაშორებით გაევლიდნენ, ისინი სრულიად აცდებოდნენ ერთმანეთს და ეს შემთხვევა არც მოხდებოდა. ეს უბრალოდ სხვადასხვა ფაქტორებისა და ცუდი იღბლის ერთობლიობა იყო, რამაც ეს გამოიწვია. ყველაფერი სწორედ არასწორ დროს და არასწორ ადგილას მოხდა. შეჯახების შედეგად გონება დაკარგა. მას აღარ შეეძლო პარაშუტის ამოქმედება. პარაშუტის გაშვების შესაძლებლობის გარეშე ის საათში 100-ზე მეტი მილის სიჩქარით დაეშვა და ჩამოვარდა რივერსაიდის ოლქში მდებარე სახლის სახურავზე, ლოს-ანჯელესიდან 70 მილის აღმოსავლეთით კალიფორნიაში. დარტყმა დამანგრეველი იყო. ემა ჯინი ცნობილი იყო თავისი 1000-ზე მეტი წარმატებული ნახტომით. wingsuit-ის სამყაროში პატივსაცემ ფიგურად ითვლებოდა. კარგად აღიარებული იყო თავისი სიმამაცითა და ოსტატობით. გარდაიცვალა. თავი ჩამოხრილი ქონდა, იცით? ხელები ჩამოშვებული, ფეხებიც ჩამოშვებული.
მას გლაიდერის კოსტიუმი ეცვა. მაგრამ იცით, მისი საგანგებო პარაშუტი თუ რაღაცა ბოლო წამს გაიხსნა, მაგრამ მან ამისთვის არაფერი გაუკეთებია. სამწუხაროდ, როცა ნახტომის დროს რაღაც არასწორად მიდის, მთელი ის უნარი, გამოცდილება, წარსული რეკორდები, ყველაფერი ეს წყალში იღრება. ფრთიანი კოსტიუმით ფრენის მთავარი საფრთხე, კონტროლის დაკარგვა. ეს ნამდვილად არ არის ისეთი რამ, რისთვისაც შეიძლება ივარჯიშო. და მფრინავები, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში არ მოჩდებიან, მხოლოდ ქარის ნებაზე არიან დამოკიდებულნი. მათი გარემო და იმ სიმაღლეზე, სადაც კონტროლი დაკარგეს. ფრთიანი კოსტიუმით მფრინავები პიკურ სიმაღლეზე, როგორც წესი, საათში 100 მილზე მეტ სიჩქარეს აღწევენ. ამ სიჩქარეებზე ნებისმიერი შეჯახება მკარ ობიექტთან, იქნება ეს მიწა თუ რაიმე ნაგებობა, ძალიან მძიმეა. ადამიანის სხეული არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გაუძლოს ასეთ მაღალი სიჩქარის დარტყმებს, მძიმე დაზიანებების ან ლეტალური შედეგის გარეშე. Amy Jean Street საჰაერო შეჯახებამ, რომელმაც იგი გონება დაკარგული დატოვა, Amy Jean-ი მფრინავ ადამიანურ მეტეორად აქცია. თუნდაც Amy Jean-ი ფხიზელი და ყურადღებიანი ყოფილიყო, ესეთი სიჩქარით შეჯახების გადარჩენის შანსი უკვე უკიდურესად მცირე იყო. მაგრამ უგონოდ ყოფნისას, მას არანაირი შანსი არ ჰქონდა. ფაქტობრივად, იმ შეჯახებამ მისი ბედი გადაწყვიტა. ის უკვე გარდაცვლილი იყო, სანამ მიწას დაეცემოდა. და ასე უცებ, სპორტი, რომელიც ადრენალინითა და სიზუსტით იკვებება, გაგვახსენდა, რომ მასში შეცდომის უფლება მინიმალურია. 27 ივლისს 2018 წელს საფრანგეთის ბულონ-სიურ-მერის ცაზე მოწმენი გახდა ტრაგიკული და უჩვეულო შემთხვევის ფევის, რომელმაც რამდენიმე სასამართლო პროცესამდე და გამამტყუნებელ განაჩენამდე მიიყვანა. ნიკოლა გალი 40 წლის ასაკში იყო გამოცდილი ფრთოსანი კოსტიუმით მფრინავი, რომლის ნება ცაში მაღალი თავგადასავლებისადმი კარგად იყო ცნობილი ექსტრემალური სპორტის საზოგადოებაში. იმ ჩვეულებრივ დღეს ნიკოლასმა შეუდგა იმას, რაც 14,000 ფუტის სიმაღლიდან მორი გამაღელვებელ ნახტომად უნდა ქცეულიყო. ნიკოლასი ერთწრავიანი პილატუსის თვითმფრინავიდან გადახდა. ეს ფრთიანი კოსტიუმით მფრენებისთვის გავრცელებული არჩევანია. ქდომა ჩვეულებრივ დაიწყო, როცა ის და კიდევ ერთი პარაშუტისტი ჰაერში დაფრინავდნენ. მათი ფრთიანი კოსტიუმები მათ ფრინველებივით სრიალის თავისუფლებას აძლევდა. სამოცმენდილი იყო და ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. თუმცა სულ რამდენიმე წამში უცნაური და კატასტროფული მოვლენების ჯაჭვი განვითარდა. პილატუსის პილოტი ნახტომების მიმდევრობის სისწრაფეში მოყოლიულმა პილოტმა სწრაფი დაშვება დაიწყო, რათა შემდეგი პარაშუტისტების ჯგუფისთვის დაბრუნებულიყო. ამავე დროს ნიკოლასი, ადრენალინით აღძრული, გაეკლია გზა, რომელიც საბედისწეროდ გადაიკვეთებოდა დაღმავალ თვითმფრინავთან. უსაზღვროდ მოულოდნელად გადაიქცა მძიმე შეცდომის ვიწრო სცენად. თვითმფრინავი თავისი განიერი ფრთებით ჰაერს ჭრიდა. გაუცნობიერებლად ნიკოლასთან შეჯახებისკენ მიემართებოდა. როდესაც ნიკოლასი ქვემოთ სრიალებდა, პილოტი, რომელიც მხტომელის სიახლოვეს ვერ ამჩნევდა, გააგრძელა დაშვება. მხოლოდ 20 წამში, მისი ჩაკვინთვის დაწყებიდან, წარმოუდგენელი მოხდა. ნიკოლასი შეეჯახა თვითმფრინავს, საიდანაც ახლახან გადმოხდა. დარტყმა სასტიკი და მყისიერი იყო. თვითმფრინავის ფრთას ასეთ დიდ სიმაღლეზე და ასეთი სიჩქარით დაჯახება ნიკოლასისთვის მყისიერად სასიკვდილო აღმოჩნდა და ის დარტყმისთანავე გარდაიცვალა. ეხლა ამ ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო ნიშანია. პირველ რიგში, პილოტი თვითმფრინავს მართავდა მოქმედი ლიცენზიის გარეშე. მეორეც, Skydiver-თან წინასწარი ბრიფინგი არ ჩატარებულა. ეს გამორჩენა სავარაუდოდ ფატალურ გაუგებრობას ფრენის მარშრუტების შესახებ შეუწყო ხელი. ბოლოს პილოტმა იფიქრა, რომ ნიკოლასი და მეორე Skydiveri უფრო სამხრეთით იყვნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. საშინელმა ავარიამ სასამართლო პროცესამდე მიიყვანა საქმე, სადაც პროკურორებმა პილოტის შეცდომა გალის სიკვდილის მთავარ მიზეზად დაასახელეს. ამ მტკიცებას პილოტი არ დაეთანხმა. მან თავისი ქმედებები იმით გაამართლა, რომ გალი მოსალოდნელი ფრენის მარშრუტიდან გადაუხვია. მარშრუტი, რომელზეც მას არ უნდა ეფრინა. მე ვფიქრობ, ჩემი ფრენის მარშრუტი ლოგიკური იყო. როგორც პილოტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა ტრაგედია იყო, მან თავი დამნაშავედ არ ჩათვალა. თუმცა სასამართლომ სხვაგვარად გადაწყვიტა. მფრინავის შეცდომისა და მოქმედი ლიცენზიის არქონის კომბინაცია ზედმეტად დიდი დაუდევრობა იყო, რომ უგულებელეყოთ და შედეგად მას მიესაჯა 12 თვიანი პირობითი სასჯელი გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის და 1 წლის განმავლობაში აეკრძალა ფრენა. ყველაზე შემაძრწუნებელი ის არის, რომ ნიკოლასი მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ 23 ადამიანიდან, ვინც 2018 წელს base jumping-ის დროს დაიღუპა. დიახ, სწორად გაიგეთ. 23. საშუალოდ, ეს შეიძლება მცირე რიცხვად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა გაითვალისწინებთ იმ ადამიანების შედარებით მცირე რაოდენობას, ვინც ამ ექსტრემალურ სპორტში მონაწილეობს, სასიკვდილო შემთხვევების მაჩვენებელი შემაშფოთებლად მაღალია. მაშ, რატომ იღებენ ადამიანები შეგნებულად ესეთ რისკს და რატომ ერთვებიან ასეთ საქმიანობაში? ზოგისთვის ეს არის ადრენალინი, რომელიც უსაფრთხოების ზვარის გადალახვისას მოდის.
მაგრამ ული მანუენუელესთვის ეს იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ სიკვდილის მოტყუების მღელვარება, სადაც თითოეული ნახტომი რეალურად შეიძლება შენი ბოლო იყოს. საქმე ის იყო, რომ ადამიანის ფრენის შესაძლებლობების საზღვრები გადაეცია. ული მანუელე ცნობილი იყო თავისი განსაკუთრებული უნარითა და სიზუსტით, ვინგსუტით ფრენაში. მისი მიდგომა სპორტისადმი თითქმის ხელოვნების დონეზე იყო. მუდმივად ცდილობდა გაეუმჯობესებინა თავისი ფრენის მარშრუტი და მიაღწია ისეთი მიღწევებისთვის, რომელთაცაც კი არავის გაუბედავს აქამდე. ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნახტომში, რომელიც ვიდეოზეა დაფიქსირებული, ული 2014 წელს შვეიცარიის ლაუტერბრუნენში მთაში მდებარე 6.5 ფუტის სიგანის გამოქვაბულის ხვრელში გადაფრინდა. ეს მიღწევა საჭიროებდა არა მხოლოდ უზარმაზარ სიმამაცეს, არამედ დეტალურ დაგეგმვასა და სიზუსტესაც. მისი შეცდომის ზღვარი უკიდურესად მცირე იყო და თუნდაც უმცირესი არასწორი გათვლა მას სასტიკად შეაჯახებდა მღვიმის რომელიმე კედელს. ეს ნახტომი, როგორც მისი მრავალი სხვა ნახტომი, მისი GoPro კამერით გადაიღო და YouTube-ზე მილიონზე მეტჯერ ნახეს. ული მანუელემ ასევე გააცოცხლა თავისი კიდევ ერთი სენსაციური ოცნება. ცეცხლის რგოლში გაეფრინა. ზოგიერთი მეგობრის დახმარებით მათ მძიმე მეტალის მოწყობილობა იტალიის ალპებში მაღლა აიტანეს. ცოტა იმპროვიზაციით ხარდამჭერმა ჯგუფმა ყველაფერი მოამზადა ზუსტად მაშინ, როცა ქარი შენელდა, რაც ულის მისცა საშუალება გაეფრინა ცეცხლოვანი რგოლის გავლით. 2016 წლის აგვისტოში ული მანუელე დოლომიტებში, იტალიაში იყო. მზად იყო ერთ-ერთი ყველაზე თამამი ვინგსუტით ფრენისთვის. მან აირჩია განსაკუთრებით რთული მარშრუტი, რომელიც ვიწრო კოდის წარმონაქმნში გავლას მოიცავდა. ცნობილი იყო თავისი გამორჩეული უნარითა და თავდაჯერებულობით, რომ რთულ რელიეფში გადაადგილება შეეძლო. ული არ დაქოვნებულა. მან სტარტის წერტილიდან გადახტა, ზუსტად და კონტროლით დაფრინავდა, როგორც მან უკვე 60-ზე მეტჯერ გააკეთა. ფრენა უნაკლოდ მიმდინარეობდა. მის GoPro კამერაზე დაფიქსირდა, ული აჩვენებდა, რატომ ითვლებოდა ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ვინგსუტის მფრინავად. ის კიდევ ერთი შთამბეჭდავი ნახტომის დასრულებას აპირებდა. მაგრამ შემდეგ, სუნთქვის შემკრელ მომენტში მან არასწორად გათვალა. ამ მცირედმა შეცდომამ გამოიწვია, რომ ძალიან მიუახლოვდა კლდეებს. მან კონტროლი დაკარგა და სანამ პარაშუტს გაახსნიდა, ული დიდი სიჩქარით შეეჯახა მთას. ეს იყო დამანგრეველი შეჯახება და სამწუხაროდ მისთვის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ასე რომ აღმოჩნდა, რომ პროფესიონალი ვინგსუტით მფრენებიც კი არ არიან უბედური შემთხვევებისგან დაცულები. თუნდაც მათ ადრე გადაელახათ ზღვარი და დაემყარებინათ რეკორდები. და როგორც მტკიცებულება, არის ერთი ამბავი, რომელიც 2022 წელს რიჩარდ პუშერს შეემთხვა. პუშერი პროფესიონალი ბეის ჯამპინგის ინსტრუქტორი იყო, რომელსაც 20 წელზე მეტი პარაშუტით ხტომის გამოცდილება და 14 წელზე მეტი ბეის ჯამპინგის გამოცდილება ჰქონდა. ლოს-ანჯელესის ხეობებიდან ჩინეთის ჟანგძიაის მთამდე. მან თითქმის ყველგან ჩაატარა ხტომები. მან თანადამფუძნებლადაც კი დაარსა ბეის ჯამპინგის აღჭურვილობისა და ინსტრუქტაჟის კომპანია, სახელად Apex Base, თავის ცოლთან ერთად. ერთ მზიან დღეს, 2022 წლის 7 იანვარს. პუშერი და მისი მეგობარი წავიდნენ პოპულარულ ნახტომის ადგილას, სახელად Super Gorgeous მოაპში, იუტას შტატში, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ხედებით კასლის ველზე და კოლორადოს მდინარეზე. ეს ადგილი საყვარელი იყო გამოცდილი მხტომელებისთვის თავისი რთული რელიეფითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით. იმ დღეს გეგმა იყო რელიეფთან ახლო ფრენის შესრულება. ეს არის ტექნიკა, რომელსაც გამოცდილი პარაშუტისტები იყენებენ, ვისაც ჩვეულებრივი ნახტომები ძალიან მშვიდი ეჩვენებათ. ეს ტექნიკა გულისხმობს ფრენას, რაც შეიძლება ახლოს მიმდებარე რელიეფთან. როდესაც მზე ხეობაზე გრძელ ჩრდილებს აჩენდა, პუშერი ეკიპირება მოირგო და თავისი დამახასიათებელი თავდაჯერებულობით კლდიდან გადახტა. ქვემოთ მდებარე კლდოვან რელიეფისკენ აფრინდა. თუმცა, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. ზუსტად რა დაემართა პუშერს იმ დღეს, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან ხელისუფლებას დეტალები საზოგადოებისთვის არ გაუმჟღავნებია. ყველაფერი რაც ვიცით ისაა, რომ სატელიტურმა საკომუნიკაციო მოწყობილობამ, რომელიც მას თან ჰქონდა მისი ნახტომიდან რამდენიმე წუთში შეჯახება დააფიქსირა და ამის შედეგად ხელისუფლებას საგანგებო SOS სიგნალი გაეგზავნა. პუშერის თანამგზავრი, რომელიც კლდის წვერზე დარჩა, ასევე აამოქმედა სატელიტური შეთხობინების მოწყობილობა და გამოიძახა გადაუდებელი დახმარება. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და შემდგომი საძიებო სამაშველო ოპერაციის დროს ის მოგვიანებით აღმოაჩინეს ციცაბო ნამსხვრევების ფერდობზე, მისი ნახტომის წერტილიდან დაახლოებით 1000 ფუტით ქვემოთ და კოლორადოს მდინარიდან დაახლოებით 700 ფუტით ზემოთ. რა დაემართა ამ გამოცდილ მხტომელს მის ბოლო წუთებში, ეს არის ის, რასაც ჩვენ არასოდეს გავიგებთ. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ რიჩარდი იმ ნახტომის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს და დიდი ალბათობით, რომ ის კლდეს შეეჯახა. მაგრამ როგორც კი გონია, რომ ეს უკვე აღარ შეიძლება, უფრო საშიში იყოს. ვინგსუტით ქრენაში არის ერთი ელემენტი, როცა ჯგუფი ერთად მიფრინავს და არა მარტო. აპრილის 23 რიცხვ 2014 წელს.
ექსტრემალური სპორტის სამყაროს სამი ყველაზე გამოცდილი wingsuit-ის მფრინავის ტრაგედია დაატყდა თავს. Then we carry Ludovic Warty, the Brian Drakey. Trio, ცნობილი მათი ოსტატობით. მათ წამოიწყეს რთული, რელიეფთან ახლოს ფრენა, ვერტმფრენიდან შვეიცარიის თვალწამდაც ლუხენტალის ხეობაში. მათი გეგმა იყო შეესრულებინათ მკვეთრი ფრენის ტრაექტორია პირდაპირ ქედის ზემოთ. მანევრი, რომელიც მოითხოვს უნაკო შესრულებას, რადგან ძალიან ახლოსაა რელიეფთან. სამწუხაროდ, მოხდა კრიტიკული შეცდომა შეფასებაში. მათი დაშვების დრო ისინი ცდილობდნენ გადაეფრინათ ციცაბო ქედზე, რომელიც მათ დასაფრენად უფრო შესაფერის ზონაში შეიყვანდა. სამწუხაროდ, მათ არასწორად შეაფასეს ფრენის მარშრუტი. ჯგუფი საბოლოოდ მთის ქედს შემოუარა წრეზე, რაც მოულოდნელად მხოლოდ ბრტყელ ადგილამდე მიიყვანა ისინი, სადაც უსაფრთხოდ დასაფრენად ან მანევრირებისთვის შესაფერისი ადგილი არ იყო. საშიში სცენარია wingsuit-ის მფრენებისთვის, რომლებიც აწევის და კონტროლის შესანარჩუნებლად უფრო მკვეთრ დაღმართებს ეკრდნობიან. მათი კურსის გასასწორებლად სასოწარკვეთილი მცდელობისას მარცხნივ მკვეთრი მოხვევა გააკეთეს. ისინი იმ მიმართულებით წავიდნენ, სადაც უფრო დახრილი დაღმართი იყო, რომელიც თავდაპირველად ქედს ეფარებოდა. ეს იყო მათი საბედისწერო შეცდომა. მოულოდნელმა მიმართულების შეცვლამ ისინი ძალიან სწრაფად მიწასთან ზედმეტად ახლოს მიიყვანა. Tragically, სამივე მფრინავმა არასწორად შეაფასა სიმაღლე და მანძილი რელიეფამდე. Wikeri და Drakey დაახლოებით 30 ფუტით იყვნენ დაშორებულნი ფერდობის უსაფრთხო ზონამდე, როდესაც კატასტროფულად დაეშვნენ. ხოლო Wartმა მხოლოდ 10 ფუტით ვერ მიაღწია მას. დარტყმა ძლიერი და მკისიერი იყო. Pikarim და Wartმა სიცოცხლე ადგილზე დაკარგეს და Drakey მიღებული დაზიანებების შედეგად 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ცნობილ სპორტშიც კი. სამმაგი ტრაგედიის ამბავმა მთელი wingsuit-ის საზოგადოება შოკში ჩააგდო. და მაინც, მიუხედავად საფრთხეებისა და იმის გამუდმებული შეხსენებისა, თუ რამდენად დაუნდობელია ეს. სპორტი მაინც განაგრძობს საყვავებას, რადგან ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან მუდმივად იზიდავს ფრენის მრელვარება, მაშინაც კი როცა არსებობს რეალური რისკი, რომ ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი რამ, რასაც ისინი ცოცხლად გააკეთებენ. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში მე თქვენთვის შევკრიბე ყველაზე საშინელი ფრთიანი კოსტიუმით ფრენის დროს მიღებული ტრავმებისა და სიკვდილის მაგალითები. უნდა აღვნიშნო, რომ სასიკვდილო შემთხვევები დაახლოებით ყოველ 600 ფრთიანი კოსტიუმით ფიქსირებული ობიექტიდან შესრულებულ ნახტომზე ერთხელ ხდება. ეს მას მნიშვნელოვნად უფრო საშიშს ხდის, ვიდრე პარაშუტით ხტომა, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 5-ია 1 მილიონ ნახტომზე. აბა, არის თუ არა wingsuit-ით ხტომა იმაზე უსაფრთხო ვიდრე ჩანს? ხო, რომ შევადაროთ. დღეს მანქანაში ჩაჯდომა და მართვა შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს. როდესაც ყოველ 157 ავტოავარიაში ერთი სიკვდილით სრულდება. საინტერესოა, მიუხედავად მაღალი რისკებისა, wingsuit-ით ფრენა ბევრ ავანტიურისტს იზიდავს. და რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა სპორტის შესახებ ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევებისადისა და ანგარიშებიდან მოდის. მიწა სწრაფად გვიახლოვდება, როგორც უზარმაზარი პირი, რომელიც მზადაა გადაკლადაკლაპოს. გული ძლიერად გიცემს და ძლივს სუნთქავს. ბოლოჯერ ცდილობ პარაშუტის თოკის მოკაჩვას. ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სასწაულის იმედით, მაგრამ არაფერი ხდება. ყველაფერი ქვემოთ ფერების ბუნდოვანებაა, რომელიც ყოველ წამს უფრო ახლოვდება. შენ ხედავ ყველა დეტალს. ყოველ ჭტილს, როდესაც შიში ავსებს შენს მთელს სხეულს. თვალებს წამით ხუჩა. აცნობიერებ, რომ ეს დასასრულია. პანიკაში ვარდები, როცა გრავიტაციის ძლიერ მიზიდვას გრძნობ და შენი ბოლო წამები გესალმებიან. ეს არის ფრთიანი კოსტიუმით ფრენის საშინელება, როცა ყველაფერი არასწორად მიდის. ფრთიანი კოსტიუმით ფრენა სპორტია, სადაც მონაწილეები ჰაერში სრიალებენ. მათ აცვიათ სპეციალური კოსტიუმი, რომელსაც მკლავების ქვეშ და ფეხებს შორის ქსოვილი აქვს. ეს კოსტიუმი ზრდის სხეულის ზედაპირის ფართობს და პარაშუტის ფრთასავით მოქმედებს, რათა შენელდეს დაშვების სიჩქარე. დიახ, როგორც ბეტმენი და ზუსტად ისე, როგორც ბეტმენმა გააკეთა. ფრენა მთავრდება პარაშუტის გაშლით. მაგრამ ბეტმენსაც კი არ ჰქონდა რბილი დაშვება. დრემონდელ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ 7 ფრთიანი კოსტიუმით შესრულებულ ნახტომს, რომლებიც საშინლად დასრულდა. პარაშუტის არ გახსნიდან მის ძალიან გვიან გახსნამდე, კლდის ქედში შეჯახებამდე. მანამდე სანამ ვისაუბრებდეთ ფრთიანი კოსტიუმით ფრენის შედეგად გამოწვეულ შემზარავ სიკვდილებზე, მინდა მოკლედ გაგაცნოთ პარაშუტით ხტომის სპორტი, რომელიც ოდნავ ნაკლებად საშიშია. Base jumping. Base jumping-ში მონაწილეები ფიქსირებული ობიექტებიდან ხტებიან პარაშუტით. Bias. ამ ფიქსირებული ობიექტების აბრევიატურაა, საიდანაც ადამიანი შეუძლია გადახდეს. შენობა, ანტენა, ხიდის მალა და მიწა. 2003 წლიდან ბევრმა base jumper-მა დაიწყო თავგადასავლების ახალ დონეზე აყვანა ფრთიანი კოსტიუმების გამოყენებით და ამან გააჩინა ფრთიანი კოსტიუმით base jumping-ი. Base jumper-ების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგიკული ისტორია არის Amber Bellows-ის ამბავი. Clayton Hoyt Butler და Amber Bellows-ი წყვილი იყვნენ Salt Lake City-დან, Utah-დან. და ისინი გამოცდილი იყვნენ base jumping-ში.
Clayton და Emberi თავგადასავლები უყვარდათ. და მათ სურდათ base jumping-ი თავიანთ პროფესიად ექციათ. მათ კი დაიქირავეს ფილმეიქერი ჯოში ლოიდი, რომ ერთად გადაეღოთ ვიდეოები თავიანთი ნახტომების შესახებ და გაეზარდათ პროფესიული კარიერა. და ჯოში ლოიდის თქმით, Embers დიდი ამბიციები ჰქონდა, რომ პროფესიონალი base jumper-ი გამხდარიყო. და მან მას მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან base jumper-ად მოიხსენია. და ის ნამდვილად წარმატების გზაზე იყო, რადგან base jumper-თა საზოგადოებაში მას აღფრთოვანებითა და აღიარებით უყურებდნენ. Emberi და Clayton Buttermilk Tower-იდან ადრენალინით სავსე თავისუფალ ვარდნაში გადაეშნენ, რომელიც მდებარეობს ნოუეჰერის იუტას დასავლეთით. მათ დიდ და შთამბეჭდავ თავგადასავლებს შეეჭიდნენ, მაგალითად, Hellgate, Notch Picky, Mount Superiore. მათი 2013 წლის შობა მხოლოდ ტრადიციულ პიურესა და ინდაურზე არ იყო. მათ ეს აღნიშნეს Rock Canyon-იდან გადახტომით. Rock Canyon-ი Utah-ს ფორმაციებს შორის ვარსკვლავია. ცნობილია თავისი ვერტიკალური კედლებით, რომლებიც კანიონის ფსკერიდან მაღლა იწევს, რომელიც ჩვეულებრივ კლდოვანი და არათანაბარია. აქ ასევე მრავალფეროვანი მცენარეულობაც გვხვდება, მათ შორის ხეები, ბუჩქები და ველური ყვავილები. და ველური ბუნების წარმომადგენლები, როგორიცაა ირემი, კურდღელი და ფრინველები. სპორტმა, რომელმაც მათ გულებში ნაპერწკალი გააჩინა, მათი ურთიერთობის ნაპერწკალიც გააღვივა. მათ ქორწინების ლიცენზიის აღება 2014 წლის 24 იანვარს აღნიშნეს. და 2 კვირის შემდეგ შაბათს 8 თებერვალს. Amber Bellows-მა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, თამასა კიდევ უფრო აეწიათ. მათ გადაწყვიტეს გადმოხტომა მთიდან კინისავა. ეს არის 7276 ფუტის სირთულის მარშრუტი ზაიონის ეროვნული პარკის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ლეგენდარული ზაიონის ეროვნული პარკი ამაყად დგას 3 მთავარი ეკოსისტემის გადაკვეთაზე. მოჰავის უდაბნო, Colorado's Plateau და დიდი აუზი. ეს ნიშნავდა განსაცვიფრებელ ხედს პარკის ყველაზე მაღალი კლდიდან. ზაიონის ეროვნული პარკი სავსეა უზარმაზარი ქვიშაქვის კლდეებით, კრემისფერი, ვარდისფერი და წითელი, რომლებიც ცისფერი ცისკენ მაღლდებიან. თუ გსურთ ეს ლამაზი ხედი იხილოთ და ხელები გაშალოთ, რომ ბუნების ალერსი ჩაეფლოთ, ვისჭირდება თაფლობისთვის. კარგია აღნიშნოთ, რომ ზაიონის ეროვნულ პარკში base jumping-ი არალეგალურია. მაგრამ ამან ამბერი და მისი ახალდაქორწინებული ქმარი ვერ შეაჩერა. ისინი ისედაც იცოდნენ, რომ base jumping-ი რისკიანი სპორტია. ამბერი პირველი გადახდა, ხოლო მისი ქმარი უკან ელოდა. ის შესანიშნავად გამოიყურებოდა, როცა ჰაერში ლივლივებდა ამ მძლავრი ბუნებისა და ქვიშიანი კანიონის თავზე. უეცრად Clayton-მა შენიშნა, რომ მისი ცოლის პარაშუტი სწორად არ გაიხსნა. მან იგრძნო დაძაბულობა და შიში მისი ნახტომის არარეგულარული მოძრაობიდან. ჩვენ მხოლოდ წარმოვიდგენთ იმ საშინელებას, რაც მას უნდა ეგრძნო. თავისუფლების ერთი მომენტიდან მისი ბნელი ბედისწერის პირისპირ აღმოჩენის მომენტამდე დასასრულისკენ მიფრინავდა. Clayton მის შემდეგ გადახდა, მაგრამ დროულად მის წვენა ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც მიწაზე დაეშვა, იგი მიხვდა, რომ უკვე გვიანი იყო. ან იქნება ბიძგი ძალიან სწრაფი და ძალიან ძლიერი ეკოლიერი იყო. Clayton-ი უკაცრიელ ადგილას იდგა, დაბნეული. მას კიდევ 2 საათი და ნახევარი მოუწია მისი სხეულის გვერდით გავლა, რომ დახმარება მოეძებნა. ბევრს კი წარმოვიდგენ, რა ხდებოდა მის თავში. ის ოფიციალურ პირებთან საღამოს 6 საათსა და 30 წუთზე მივიდა და აცნობა მათ, რომ მისი ცოლი გარდაცვლილი იყო. ოფიციალური პირების თქმით, მისია ცხედრის გამოყვანას ემსახურებოდა, არა გადარჩენას. და Emberi-ის სხეულის ადგილმდებარეობა უცნობი იყო საკმაოდ შორეულ ადგილას, რთული რელიეფით. მათ გადაწყვიტეს დალოდებოდნენ შემდეგ დილას, რათა შეემცირებინათ რისკი. მეორე დილით, კვირა დღეს, დილის 10 საათზე, სამაშველო ჯგუფებმა ვერთმფრენი გამოიყენეს და Emberi-ის ცხედარი იპოვეს. მათ იგი თოკებისა და ბლოკების დახმარებით რთული რელიეფიდან ახლომდებარე სასტრაფო დახმარების მანქანამდე აიყვანეს. Emberi-ის უბედური შემთხვევა პარკში. პირველი base jumping-ის შედეგად გარდაცვალება და ამან აიძულა ხელისუფლება სპორტის საფრთხეების შესახებ გაფრთხილება გაეცათ. Emberi 28 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. პარკის ზედამხედველმა Jim Millstone-მა განცხადებაში თქვა: ეს უბრალოდ ძალიან სამწუხაროა და ჩვენი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს ვუცხადებთ. Base jumping-ი ძალიან საშიშია. მაშინაც კი როცა გამოცდილები არიან, როგორც Amber Bellows-ი, ეს ერთ-ერთი მიზეზი არის, გამოც პარკში ეს აკრძალულია. მისმა ვიდეო ოპერატორმა ჯოშ ლოიდმა თქვა: მე წარმოვადგენ ყველა სახის სპორტსმენს და მე არასოდეს შევხვედრი ვარ ესეთ საშინელ სიტუაციას. Emberi ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანია, ვინც კი ოდესმე გამიცნია. ის ძალიან გულღიაა და მისი სიცილი იმდენად გადამდებია. ესეთი ადამიანები ყოველდღე არ გვხვდებიან. თუ გადავხედავთ წარსულს Emberi-ის ტრაგიკული კატასტროფიდან, პირველი wingsuit-ი 1930 წელს შეიქმნა. მას შემდეგ რამდენიმე ათეული სხვადასხვა მოდელი გამოჩნდა, განახლდა და განვითარდა. და როგორც ნებისმიერ სპორტში, აქაც ტარდება ჩემპიონატები და ლიგები, რათა დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები.
ერთ-ერთი მათგანია მსოფლიო Wingsuit ლიგა. WWL, სადაც Wingsuit-ის მფრინავები მთელი მსოფლიოდან ეჯიბრებიან ერთმანეთს მედლებისა და თასების მოსაპოვებლად და ფულადი ჯილდოს მისაღებად. ერთ-ერთი ასეთი მფრინავი იყო ვიქტორ კოვაცი. ეს იყო 2013 წლის 9 ოქტომბერი, ჩინეთში. ვიქტორი 40 წლის იყო, როცა ისწრაფო და მონაწილეობა მიიღო WWL-ში და წარმოედგინა თავისი ქვეყანა, უნგრეთი. ის იყო უნგრეთის სამგზის ეროვნული ჩემპიონი და ჰქონდა შესრულებული 700-ზე მეტი ნახტომი. და ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ სპორტში ან თუნდაც ხელოვნების წარმოდგენაში, შენ ყოველთვის ვარჯიშობ და რეპეტიციას გადიხარ და ზუსტად ამას აკეთებდა ვიქტორი. მან ნახტომი განახორციელა ადგილობრივი დროით დღის 2 საათსა და 51 წუთზე. წარმოიდგინე, რომ ერთი წამით ვიქტორი ხარ. შენ გაქვს ფრთები და დგახარ ჩინეთში, მაღალი მთის კლდეზე. უყურებ ცისფერებს, რომლებიც ძლიერ მომზემ დახატა. შენი გული ბარაბივით წკერს. ქვემოთ ხეობა მწვანე ხალიჩასავით იშლება. პატარა, აქა-იქ მოფენილ სოფლებთან და კლაკნიუ მდინარეებთან ერთად. ადრენალინის მოზღვავება გიგროვდება სხეულში. მადის უნდკა. ფრთებს შლი და ხტები. ეს შეგრძნება ამაღელვებელია. შენ ლიბლივე ბრბილ თავისუფალ ვარდნაში. მაშინ, როცა ქარს ნებას აძლევ, სადაც უნდა იქ წაგიყვანოს და შეუბრალებელი ძალით მიწისკენ გიზიდოს. ბრუნაო ტრიალებ და ტრიალებ ქართან ერთად ელეგანტურ ცეკვაში. გრძნობ თავს თავისუფლად და დაუმარცხებლად. უახლოვდები დაშვების წერტილს და ქაჩავს სახელოს პარაშუტის გასაშლელად. მაგრამ არაფერი ხდება. შიში გიგრავს სკელს და გული ძლიერად გიცემს გუმგერდში. შენს პარაშუტს ისევ და ისევ მთელი ძალით ქაჩად. პანიკა მთლიანად გიპყრობს და იყინები, როცა მიწა შენსკენ მოიწევს. ეს ვიქტორ სტანს სწორედ ასე მოხდა. ველზე მყოფი ადამიანები უყურებდნენ, როგორც ცდილობდა ვიქტორი პარაშუტის გახსნას, მაგრამ ის არ გაიხსნა. მოწმეები მხოლოდ უმწეოდ იდგნენ და ვეღარ ხედავდნენ კოვაცს, მას შემდეგ რაც მისი პარაშუტი არ გაიხსნა. ძებნის ოპერაციაში თითქმის 200 მეხანძრე და პოლიციელი მონაწილეობდა, რომელსაც რთული რელიეფი უშლიდა ხელს. სინჰუას ცნობით. მეორე დღეს მაშველებმა ვიქტორ კოვაცი იპოვეს კატეხილი თავის ქალით 328 ფუტიანი კლდის ძირში ტიანშანის მთის ეროვნული ტყის პარკში, ჟანგჯიაჯიეში. Red Bull-ის მსოფლიო Wingsuit ლიგამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ჩვენ ღრმად ვწუხართ ვიქტორ კოვაცის გარდაცვალების გამო და ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები და ლოცვები მის მშობლებთან და მეგობრებთანაა. ის ყოველთვის დაგვამახსოვდება თავისი ცხოვრებისადმი ღრმა ვნებითა და თავგადასავლების სურით. და ის ყოველთვის Wingsuiterთა საზოგადოებას ძალიან დააკლდება. სამწუხაროდ ისინი აქ არიან და ამას აკეთებენ, რადგან ეს უყვართ და ამაზე არიან გატაცებულები და ეს სწორედ ის არის, რაც ვიქტორსაც უნდოდა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ სპორტი მაღალი რისკის შემცველია. განაცხადა: ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობდით სპორტსმენებთან უსაფრთხოების საკითხებზე, მწარმოებლებთან და სხვა ექსპერტებთან. მაინც, როდესაც მსოფლიოს საუკეთესოები უმაღლეს დონეზე ეჯიბრებიან ნებისმიერ სპორტში, რისკები მაინც რჩება. ის არც კი იცოდა, რომ საქმე მხოლოდ უმაღლეს დონეზე შეჯიბრებაში არ იყო. ზოგჯერ ტელევიზიაში გასართობი ნომრის შესრულებაც შეიძლება საშიში იყოს. გახსოვთ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, როცა ჯეიმს ბონდი დედოფალთან ერთად ვერტმფრენიდან გადადახდა. სინამდვილეში არც დედოფალი გადახდა და არც დენიელ კრეგი. მათი დუბლიორები გადახტმენ და მე განსაკუთრებით მინდა დენიელ კრეგის დუბლიორზე ვისაუბრო. მარკ სატონი დაიბადა 1971 წლის 13 აპრილს გაერთიანებულ სამეფოში. ის იყო ჯერსის კუნძულის ყოფილი ლეიტენანტ-გუბერნატორის ვაჟი. ის სწავლობდა სამეფო სამხედრო აკადემიაში, სენდჰერსტში, სადაც მან ღირსების მახვილი მოიპოვა და 1991 წლის დეკემბერში იგი ოფიცრად დაინიშნა დედოფალ ელიზაბეთის სახელობის მეექვსე გურკების მსროლელთა პოლკში. ის მამაცად მსახურობდა არმიის ოფიცრად 1995 წლამდე. ვარაუდობ, რომ სწორედ ამიტომ გაუჩნდა ტრიუკების შესრულების სიყვარული. რას ფიქრობ? 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ერთ-ერთ მონაკვეთში მარკ სატონი ჯეიმს ბონდის დუბლიორად მსახურობდა ვერტმფრენზე, მის მეგობარ გარი კონერისთან ერთად, რომელიც დედოფლის დუბლიორი იყო ამ სეგმენტისთვის. ისინი პარაშუტით გადმოხვდნენ ვერტმფრენიდან ოლიმპიური სტადიონის თავზე. ეს სეგმენტი იყო და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეპიკურ ოლიმპიურ ცერემონიად ყველა დროის. მისი სახელი ძალიან ცნობილი გახდა ტრიუკების შემსრულებელთა საზოგადოებაში. 2013 წლის აგვისტოში Epic TV მარკ სატონი და კიდევ 20 საუკეთესო Wingsuit-ის მფრინავი სამდღიან ღონისძიებაზე მიიწვია შამონიში, საფრანგეთში, რომელსაც Heli Base 74 ეწოდებოდა. თუ შენც ისეთი ექსტრემალური სპორტის მოყვარული ხარ, როგორიც მე ვარ, ალბათ ძალიან კარგად იცნობ Epic TV-ს, რადგან ის ექსტრემალურ სპორტზე სპეციალიზდება. ფრენების ვიდეო მასალის სანაცვლოდ, WebGuardi უზრუნველყოფდა საცხოვრებლით და ვერტმფრენზე წვდომით.
ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ ბევრი ვინგსუტის მფრენი უბრალოდ გულწრფელი ენთუზიასტია, რომელიც თითქმის არაფერს ელოდება სანაცვლოდ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი პირდაპირ თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ. 2013 წლის აგვისტოს 14-ში მარკი ტონი ურაგალოსთან ერთად გადახდა მოკლე გასახურებელ ფრენაში ლეგანდოტანის მახლობლად. ფრენა დაგეგმილი იყო დაახლოებით 60 წამის განმავლობაში გაგრძელებულიყო. მარკი ვერტმფრენიდან გადახდა 10800 ფუტის სიმაღლეზე, მაქსიმალური სიჩქარით, რომელიც 155 მილი საათში აღწევდა. მისი თავისუფალი ვარდნა უნაკლო იყო და ის ლამაზად ტრიალებდა ცაში, როგორც ჩიტი, რომელსაც თავისი სახლის გზა იცის. ეს მხოლოდ 20 წამს გაგრძელდა. მარკი გზიდან გადაუხვია და მთის ქედს შეეჯახა. იცი რა არის ყველაზე გამაღიზიანებელი ამ ყველა ავარიაში? ის რომ ვერც ერთ მათგანში ვერ ვიპოვე ნათელელი მიზეზი. როცა მიზეზი არსებობს, გაქვს რაღაც, რისი თავიდან აცილებად შეგიძლია. ფრთხილად იყო და მზადყოფნაში იყო. მაგრამ სამწუხაროდ ესენი უბრალოდ უბედური შემთხვევებია. მაშველთა ვერტმფრენი მალევე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც მარკი მიწაზე დაეცა, მაგრამ დარტყმა ძალიან ძლიერი იყო და ადგილზე გარდაცვლილად გამოაცხადეს. დარტყმის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი სხეულის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ტესტი გახდა საჭირო. და პრესპიკერმა განაცხადა, რომ დარტყმას ვერ გადაურჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მარკს ფრენის დროს პარაშუტი ეკეთა დასაფრენად, ის გამოუყენებელი დარჩა. Epic TV-ის წარმომადგენელმა მარკის სიკვდილი უბედურ შემთხვევად მიიჩნია. მან აღნიშნა, რომ მანამდე ორი წარმატებული ფრენა სხვა wingsuit მფრინავებთან ერთად ჩატარდა. იგივე მოხდა მსოფლიო wingsuit ლიგის დროს, 2013 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი დაუკარგეთ, სამმა სხვა მფრინავმა იმ დღეს წარმატებით დაასრულა საცდელი ნახტომები. უბრალოდ საშინელი კატასტროფებია. მარკის სიკვდილს ფრთიანი კოსტიუმით მფრინავთა საზოგადოებისთვის დიდ დანაკარგად მიიჩნევდნენ, რადგან მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მფრინავად მიიჩნევდნენ. მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მისი სიკვდილი პროფესიისთვის დიდი დანაკარგი იყო და ისინი მის პატივსაც ემატ და მისი ბედნიერი ცხოვრების აღსანიშნავად დაფრინავდნენ. მარკის გატაცება სახიფათო ტრიუკებით შესაძლოა მის სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ მარიო რიჩარდის შემთხვევაში ნიშნები ბევრად ადრე გამოჩნდა. მარიო რიჩარდი დაიბადა 1966 წელს, კანადაში. და მისი ინტერესი ხტომის მიმართ ბავშვობაში პარაშუტებითა და პლასტმასის ჯარისკაცებით გატაცებით დაიწყო. როცა ის 22 წლის იყო, მან თავისი პირველი პარაშუტით ხტომა კვებექსიტის მახლობლად განახორციელა და შეიძლება ითქვას, რომ ის შეპყრობილი იყო ამით. პარაშუტისტიდან სრულ განაკვეთზე ინსტრუქტორობამდე მან თქვა: "ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მაძლევდა საშუალებას მეხტუნა." 1991 წელს რიჩარდმა თავისი პირველი ბეის ჯამპი შეასრულა დასავლეთ ვირჯინიაში, 875 ფუტის სიმაღლის ნიუ რივერ გორჯის ხიდიდან. ის ბუნებრივად ნიჭიერი იყო. მალე ამის შემდეგ მან დაიწყო ბეისისთვის საჭირო აღჭურვილობის შეგროვება, ისწავლა კერვა და სისტემებისა და აღჭურვილობის აწყობა ბეის ჯამპინგისთვის და დაიწყო ხტომა თავის მშობლიურ ქალაქში, ყველა იმ ადგილიდან, რომელიც საკმარისად მაღალი იყო. მან სპორტს მიჰყვა ყველგან, სადაც ის პოპულარული გახდა. ის ფლორიდაშიც კი გადავიდა, სადაც დაიწყო მუშაობა Vertigo Base Outfittersში. მოგვიანებით 2000 წელს რიჩარდი კომპანიასთან ერთად მოაბში, იუტა შტატში გადავიდა. მოაბი ამ სპორტისთვის იდეალური ადგილი იყო და იმ დროს მხოლოდ რამდენიმე ნახტომის ადგილი იყო აღმოჩენილი. მან თავის ვებგვერდზე დაწერა: "მთელი ეს ადგილი ჩვენი აღმოსაჩენი იყო." ის აგროვებდა თავგადასავლებს ისე თითქოს სანაპიროდან ქვიშის მარცვლებს აგროვებდა. რიჩარდის რეზიუმეში შედიოდა 7000-ზე მეტი პარაშუტით ხტომა და 2000 ფიქსირებული ობიექტიდან ნახტომი. ასე რომ, როცა ვამბობ, რომ ის შეპყრობილი იყო, არ ვაჩარბე. რიჩარდი კიდევ ერთ თავგადასავლების მოყვარულზე შეყვარებული გახდა, სტეპ დევიზე. ის ამერიკელი კლდეზე მთამსვლელია, ბეის ჯამპერია, wingsuit-ით მფრინავია და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კლდეზე ცოცვი სპორტსმენია. სტეპი და რიჩარდი 2011 წლის ბოლოს დაქორწინდნენ და ერთად აწარმოებდნენ ბიზნესს და მას მოაბ ბეის ადვენჩერსი დაარქვეს. მათი ბიზნესი ახალ და გამოცდილ მხტომელებს ნახტომებსა და ტრენინგებს სთავაზობდა, ბეის ჯამპინგს და კლდეზე ცოცვას. ისინი საოცნებო ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ევროპაშიც განაგრძეს თავიანთი ნახტომებით სავსე თავგადასავლები. 2013 წლის აგვისტოს დასაწყისში რიჩარდი და დევისი ჩავიდნენ ტრენტინოში, იტალიაში. მათ განახორციელეს მრავალი ნახტომი, მათ შორის იყო ნახტომები ტრიესტეს კოშკიდან და მონტე აგნერიდან. 18 აგვისტოს ისინი საბაგიროთი ავიდნენ სასპორდოეზე, რათა იქიდან ვინგსუტით ფრენა განეხორციელებინათ. დეივისმა წარმატებით გადმოხდა და რიჩარდმა, რომელსაც ათასობით გადმოხტომა ჰქონდა შესრულებული, მას მიჰყვა. მან კლდე შეეჯახა პიკოლო პორდოის კოშკებთან ახლოს. თუმცა როდესაც ფრენის დროს რაღაც არასწორად წავიდა, ამ ათასობით ფრენიდან ვერც ერთი ვერ გადაარჩენდა მას. რიჩარდის სიკვდილი დევისისთვის დამანგრეველი იყო და მან ყველაფერზე ხელის აღებაც კი განიხილა. მანამდე დეპრესიას ებრძოდა. დევისი აღწერს, რომ მწუხარების პერიოდში შევიდა, სადაც სიცოცხლის დასრულებასა და ქმრის მიყოლასაც კი განიხილავდა.
მას თვეები დასჭირდა, რომ მეგობრებთან ესაუბრა, რომლებმაც პარტნიორები დაკარგეს, რათა გაერკვია, ოდესმე ისევ იქნებოდა თუ არა ბედნიერი. 4.5 თვის შემდეგ ახალ წლის ღამეს ის დაბრუნდა wingsuit-ით ფრენაში რიჩარდის ხსოვნისთვის. მან პარაშუტში რიჩარდის ფერფლის ნაწილაკებით გადახდა და ეს ახსენებდა, რატომ დაიწყო ფრენა იდანვე. მან თავის წიგნში დაწერა: base jumping-ი უსაფრთხო არ არის. გზაზე ველოსიპედით სიარულიც უსაფრთხო არ არის. მანქანის მართვაც უსაფრთხო არ არის. ცხოვრებაც უსაფრთხო არ არის. ასე რომ თუ ნებისმიერი აქტივობის ღირებულის ან ლების ან სარგებლის აღქმა ეფუძნება იმას, შეიძლება თუ არა ის საბოლოოდ უსაფრთხო გახდეს, ეს თავისთავად წაგებული ბრძოლაა, რადგან ყველანი მოვკვდებით. ეს ალბათ ის კონცეფტია, რომელსაც ყველა ექსტრემალური სპორტის სპორტსმენი მისდევს. მათ შორის შემდეგიც, რომელიც დღეს ჩვენს სიაშია, ალვარო ბულტო. შეიძლება იცნობდეთ მას, როგორც ესპანური პროგრამის აზისე აცეის ტელეწამყვანს, Discovery Max-ის არხზე. ან 2007 წლის ვარსკვლავების საცეკვაო პროგრამიდან მირა კიენბაილა, მაგრამ ის ბევრად მეტი იყო ვიდრე ეს. 13 წლის განმავლობაში ის Frontera Limite's რეჟისორი და წამყვანი იყო. Boundary Limit გადაცემა სათავგადაცალო სპორტის შესახებ. ალვარო ბულტო ექსტრემალური სპორტის სამყაროში გამორჩეული ფიგურაა. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ძლიერი ემოციების განცდას თავგადასავლების საშუალებით, რით როგორიცაა თავისუფალი ვარდნა, skydiving, rally, სურვა თეთრ ზვიგენებთან და მოტოკროსი. ალვარო ბულტო იყო ერთ-ერთი პირველი ესპანელი, რომელმაც თავის თანამგზავრებთან ერთად კვლავ გადაუფრინა ანტარქტიდას. სანტი კორელა და ტონი ლოპესი 2007 წელს. მათ გამოიყენეს სპეციალური კოსტიუმები, რათა გაეძლოთ -60 გრადუსს, რომელსაც ისინი წააწყდნენ და ისე გააკეთეს, რომ ეს ძალიან მარტივად გამოიყურებოდა, თითქოს ადამიანებიც კი არ იყვნენ. ისინი დაუმარცხებელ სუპერგმირებს გავდნენ. ხედავ, ეს იყო ის, რაც მან მთელი ცხოვრება იცოდა. ალვარო დაიბადა 1962 წლის 11 ივნისს, ბარსელონაში, ესპანეთში. მისი მამა პაკო ბულტო იყო მონტესას მოტოციკლეთის ქარხნის დამფუძნებელი. ამიტომ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მან მოტოციკლით ბარსელონას გზებზე სიარულით 11 წლის ასაკში დაიწყო. ის თავგადასავლებისთვის ცხოვრობდა. 2013 წელს ალვარომ შვეიცარიის ალპებში მდებარე ლაუტერბრუნენი ფრთაკოსტიუმით ბეინახტევს ნახტომისთვის აირჩია. მშვენიერ მაღალ კლდეზე მან ფრთები გაშალა. ადრენალინის მოზღავებით გადახდა და დიდი სიჩქარით სრიალებდა. რა ხედია და რა თავისუფლებაა. ლაუტერბრუნენის 12-წამტაცი სოფლის თავზე ლივლივით რომ დაფრინავ, თვალებს ავსებ 12-წამტაცი ჩანჩქერებითა და დიდებული პეიზაჟებით. როგორც გამოცდილი wingsuit-ის base jumper-ი, მან იცოდა, როდის გაეხსნა პარაშუტი. და ასეც მოიქცა. თუმცა პარაშუტი თავის ჭკუაზე მოიქცა. ის უბრალოდ არ გაეხსნა, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ იყო. ამან ძლიერი დარტყმა გამოიწვია მყარ მიწაზე. ალვარო თავგადასავლებისთვის ცხოვრობდა და მათ გამო დაიღუპა 51 წლის ასაკში. მან სიკვდილამდე ინტერვიუებში განაცხადა, რომ განიცადა ისეთი გამოცდილებები, რომლებმაც პოზიტივით აავსეს და გონებაზეც დადებითად იმოქმედა. 2013 წელი. სწორედ ის წელი იყო, როდესაც ჯონათან ფლორესი მსოფლიო wingsuit ლიგის ჩემპიონი გახდა ტიანმენის მთაზე ჟანგჯიაჯიეში, ჩინეთში. მან აღნიშნა ეს სიტყვებით: ჩემ სპორტში ოლიმპიური მედლები არ არსებობს, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ჩემი ოქრო მოვიპოვე, ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, კოლუმბიისთვის. ლათინურ ამერიკაში ჯონათანი ცნობილი იყო როგორც El Hombre Pájaro, ფრენველ კაცი. ერთი წლით ადრე, 2012 წლის აპრილში, მან ერთ ნახტომში 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მისი ფრენა განხორციელდა ყველაზე მაღალი სიმაღლიდან, 27265 ფუტიდან, თვითფრინავიდან და -49 გრადუსი ფარენჰაიტით. ფრთიანი კოსტიუმით ყველაზე გრძელი მანძილის ფრენა 85301.8 ფუტი და ფრთიანი კოსტიუმით ყველაზე ხანგრძლივი ფრენა 9 წუთი და 6 წამი, ყველაფერი ერთდროულად. მსოფლიო რეკორდის დამყარება ნებისმიერ სფეროში საშუალო ადამიანზე მეტი უნდა გქონდეს ნავარჯიშები. შეგიძლია გამოიცნო, რამდენჯერ გადმოხდა ჯონათანმა პარაშუტით და რამდენჯერ განახორციელა base jump-ი. შეჩერე ვიდეო და დაწერე შენი პასუხი კომენტარებში. მან 4000-ზე მეტი პარაშუტით გადმოხტომა და base jump-ი განახორციელა. ის განაგრძობდა ხტომას და ვარჯიშს, რადგან უყვარდა თავისუფლების შეგრძნება, რომელსაც ხტომა აძლევდა და სამყაროს ყველაზე მაღალი წერტილიდან მიწაზე დაბრუნების გამოცდილება. 2015 წლის ივლისში ჯონათანმა გადაწყვიტა ჩინეთში მოახლოებული ჩემპიონატისთვის ემზადა. ჯონათანი და კიდევ 2 სპორტსმენი გადაწყვიტეს ემზადათ ულამაზეს ენგელბერგის მთაზე, შვეიცარიაში ტიტლის მთიდან გადმოხტომით. დაშვება ენგელბერგისკენ უნიკალურ ხედს აძლევს მყინვარებზე, მაღალი მსვერვალები და მწვანე ხეობები. 2015 წლის 3 ივლისს ჯონათანმა ჩაიცვა პროტოტიპული სარბოლო კოსტიუმი. იგივე გააკეთეს მისმა მეგობრებმაც. ისინი ედგნენ ენგელბერგის მთაზე და ამხნევებდნენ ერთმანეთს ამ სამკაციანი ფრენისთვის, რომელიც დაგეგმილი იყო 8-დან 10 წამის განმავლობაში. ჯერ მისი 2 მეგობარი გადახდა და ჯონათანიც მათ მიხვა.
ისინი უსაფრთხოდ დაეშვნენ იზეიმეს და ჯონათანს დაელოდნენ. მაგრამ ის არასდროს დაეშვა. ჯონათანი ცნობილია იყო თავისი დიდი ღიმილით და ოპტიმისტური მიდგომით. საფრთხეს მის ბუნებასთან არასდროს აკავშირებდნენ. ამ ნახტომამდე ცოტა ხნით ადრე ჯონათანმა ინტერვიუში თქვა: სანამ გადავხდები, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. მაგრამ როგორც კი გადავხდები, სახეზე ყველაზე დიდი ღიმილი მაქვს. მათ დიდი იმედები ჰქონდათ და კიდევ რამდენიმე წამი დაელოდნენ, მაგრამ ასეთ სპორტში დამატებითი წამი აბსოლუტურ საფრთხეს ნიშნავს. მათ დაგეგმეს ნახტომის დანიშნულების წერტილი სილის საწყისი წერტილიდან გასასვლელ წერტილამდე. ბილიკი სუფთა იყო და მისთვის სხვა ადგილი არ არსებობდა, გარდა გასასვლელი წერტილის ძირისა. მათ ის იპოვეს, მაგრამ როცა უკვე ძალიან გვიანი იყო, მისი სხეული გასასვლელი წერტილის ძირას იპოვეს და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ტურბულენციაში მოხვდა, ან კოსტიუმმა სტარტში შეუშალა ხელი. ჯონათანის შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდობთ, რადგან მოწმეები არ იყვნენ. როცა ამ ნახტომს აკეთებ, შეგიძლია მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირდე, შენი გადარჩენა. ერთი შეცდომა, ნახევარი წამით ყურადღების მოდუნება შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. და თუ რამე ვისწავლეთ მის სპორტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რისკი ყოველთვის არსებობს. თუნდაც შენი ყურადღება 100%-ით იყოს კონცენტრირებული. ათლეტებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რაც უნდა გააკეთონ. დანარჩენი ბედის წერაა. მაგალითად, არსებობს სპორტი სახელად ფრიბეისინგი. ფრიბეისინგი არის თავისუფალი სოლო კლაიმბინგის ნაზავი, რაც ნიშნავს ცოცვას თოკების დახმარების გარეშე, მაგრამ კლაიმბერის ზურგზე მიმაგრებული ბეის პარაშუტით. ასე რომ თუ ჩამოვარდება, კლაიმბერს შეუძლია ბეის ჯამპზე გადავიდეს და გადარჩეს. მაგრამ ყველა იმ სახელის შემდეგ, რაც აქამდე ჩამოთვალე, უკვე იცით, რომ გადარჩენა ყოველთვის გარანტირებული არ არის. სინამდვილეში ეს საკმაოდ იშვიათია. ამ სპორტის შემქმნელი სინამდვილეში დღეს ჩვენი სიის ბოლოა. მე ვსაუბრობ 딘 პოტერზე, ლეგენდარულ თავისუფალ სოლო მცოცავზე, სიჩქარის მთამსვლელზე, The Base Jumper-ზე. წარმოიდგინე, რომ სპორტის ერთ-ერთი სახეობის შემქმნელი ხარ. როგორ ფიქრობ, რა უნარები უნდა კონდეს ესეთ ადამიანს? როგორი აზროვნება უნდა კონდეს ადამიანს, რომ ესეთი ექსტრემალური სპორტის სახეობა გამოიგონოს? დინი დაიბადა 1972 წელს და მან თვითონ ისწავლა ცოცვა, როცა მე-10 კლასში იყო სამხრეთ ნიუ-ჰემპშირში. როგორც მასზე ადრე ბევრმა ლეგენდამ, მან შემდეგ კოლეჯი მიატოვა და ცოცვისადმი თავის გატაცებას მიჰყვა. 2008 წლის 6 აგვისტოს მან ეიგერის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე Deep Blue Sea-ს პირველი თავისუფალი ასვლა ბეის ნახტომით დაასრულა. ეს შვეიცარიის ალპებში მდებარე რთული სამთო მარშრუტია. ის ცნობილია თავისი ციცაბო ტექნიკური რელიეფით და განსაცვიფრებელი ხედებით. სახელი Deep Blue Sea ხაზს უსვამს აიგერის ჩრდილოეთის ფერდობის ღრმა მუქ ლურჯ ფერს. მყინვარმა, რომელიც მას ფარავს, მას სახელწოდება ყინულის ზღვა მისცა. წარმოიდგინე, როგორ ადიხარ ასეთ მთაზე და ცდილობ შეიკავო აღტაცება, რაც უფრო უახლოვდები მწვერვალს და გაუძლო იმ ტრანსს, რომელსაც შენ გარშემო ბუნების ჰიპნოზური გავლენა იწვევს. წარმოიდგინე, როგორ უშვებ თავს ჰაერში, სადაც თოვლის სუნი ცხვირში გედება და შორიდან მყინვარის ღრიალი გესმის. ეს არ არის ერთადერთი განსაკუთრებული რამ, რაც დინმა გააკეთა. Slacklining მას Charles Victor Tucker მესამემ გააცნო, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი 3 ადამიანიდან, ვინც ლოსტეროსპაიერზე ჰაილაინით გადავიდა. დინმა სხვადასხვა მაღალი ჰაილაინის გადაკვეთა დამცავი სამაგრის გარეშე შეასრულა. სარეზერვო თოკი, ან თუნდაც base jumping-ის პარაშუტი. ზოგიერთი მათგანი მოიცავდა თოკებს, რომლებიც იოსემიტის ეროვნულ პარკში მიწიდან 3000 ფუტ სიმაღლეზე იყო გაბმული. დინის გონებას საზღვრები არ ჰქონდა. ის სჯეროდა, რომ ნებისმიერ შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა. სიტყვასიტყვით, ნებისმიერს, მათ შორის მის ძაღლსაც. 2014 წელს მან გამოუშვა ფილმი, სადაც ის თავის ძაღლთან ერთად base jumping-ს ასრულებს. ფილმზე ერქვა, როდესაც ძაღლები დაფრინავენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მცდელობა იყო wingsuit-ით ფრენა Taft Point-დან, იოსემიტის ველის ზემოდან. ამ მცდელობას მოიცავდა კლდოვანი ქედის პატარა ნაპრალის გადალახვას. და ეს ნიშნავდა ფრენას ორ კლდოვან წარმონაქმნს შორის ვიწრო გასასვლელში. როცა მან კლდიდან გადახტა, ქვემოთ არსებული სამყარო თითქოს გაფართოვდა და აჩქარდა. თავისუფალი ვარდნის შეგრძნება ძალიან ძლიერი იყო. ქარი ყურებთან უკრო და მიწა თითქოს მის შესახვედრად მაღლდებოდა. ის თავისუფალი ფრინველივით თრიალებდა კლდოვან წარმონაქმნებს შორის და წარმატებით დაეშვა. როდესაც მიწას მიუახლოვდა, მხტომელს პარაშუტის გაშლა სჭირდებოდა, რათა დაშვების სიჩქარე შეემცირებინა. ფრთომის ბოლო წამები ადრენალინისა და შვების ნაზავი იყო, როდესაც უსაფრთხოდ დაეშვა განსაზღვრულ ტერიტორიაზე. აქ ჩემი კითხვა ის არის, თუ შენ მის ადგილას იქნებოდი და ეს ლამაზი, ამაღელვებელი მცდელობა უსაფრთხოდ დასრულდებოდა, გააკეთებდი ამას ისევ. 2015 წლის მაისის მე-16 დღეს დინ და მისი მეგობარი გრეჰამ ჰანტი, რომელმაც ასევე უკვე გააკეთა ეს ნახტომი, გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ ეცადათ. ეს არა მარტო სახიფათო იყო, არამედ უკანონოც.
ეს ნიშნავდა, რომ ნახტომის ყველა დეტალი ფარულად კეთდებოდა. დაწყებული მომზადებიდან დამთავრებული იმ დღის დროითაც კი, რომელიც ნახტომისთვის შეარჩიეს. დინის შეყვარებული ჯენ რაპი და მათი ძაღლი მათ შეუერთდნენ და დარჩნენ სტარტის ადგილზე. ჯენი კი დამკვირვებელი იყო. პოტერმა iPhone-ი თავის უკანა მხარეს მიიმაგრა და ჩაწერა ჩართო ნახტომამდე, რათა გრემი მის უკან და ზემოთ დაეფიქსირებინა. პოტერის iPhone-ით გადაღებულ ვიდეოში ის ამბობს: მზად ხარ? და მან გადახდა, როგორც დაგეგმილი იყო. პოტერმა დაგეგმა, რომ გაეფრინა ნაპრალში, ან თუ სიმაღლე არ ეყოფოდა, შემოევლო ქედისთვის. მას ჰქონდა გეგმა A და გეგმა B. რაპმა გადაიღო ფოტოები, როცა პოტერი ხტებოდა, რომელსაც მალევე მიჰყვა ჰანტი და უკურებდა, როგორ გაქრნენ ისინი მისი ხედვის არედან. ფრენის დაცვებიდან რამდენიმე წამში რაპმა გაიგონა ხმაური და წამში შემდეგ მან კვნესაც გაიგონა. მან მათ მიმართულებით დაიხვირა, იმ იმედით, რომ ეს ხმები პარაშუტების გახსნისგან იყო და არა სხეულების დაცემისგან. მან ტელეფონი შეამოწმა, რომ ენახა მიიღო თუ არა პოტერისგან ჩვეულებრივი შეტყობინება სიტყვით უსაფრთხო, რომ დაერწმუნებინა კიდევ ერთხელ გადალახა ყველა სირთულე. მაგრამ ამჯერად ეს შეტყობინება შემზარავად იქ არ იყო. ის აქეთ-იქით დარბოდა მათ საძებნელად, მაგრამ უშედეგოდ. ის დაბრუნდა დინის სახლში, რომელიც ძალიან ახლოს იყო და იქ გრემის შეყვარებული იპოვა, რომელმაც იგრძნო საფრთხე. ორივე შეყვარებული მაიკ გოტიეს საცხოვრებელში წავიდა, იოსემიტის შტაბის უფროსი და პოტერის მეგობარი. რაპის ფოტოებზე გრემი ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ მიფრინავდა, შემდეგ ისევ მარცხნივ და ბოლოს მკვეთრად მარჯვნივ გადახრილი. მაიკმა ჯგუფი გაგზავნა, რომ მთელი ღამე ეძებათ ეს ორი მამაკაცი, მაგრამ მათი კვალი ვერ იპოვეს. მეორე დილით ვერტმფრენის ეკიპაჟმა გულისამაჩუყებელი სანახაობა ნახა, მათი ცხედრები. მას შემდეგ, რაც პოტერის iPhone-ი შეაკეთეს, ვიდეოში ჩანდა, რომ ის მიწიდან 1 ან 2 ფუტით მადლა იყო, სანამ ვიდეო შეწყდებოდა. გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ Graham Hunt შესაძლოა ყურადღება გაეფანტა იმ ზარებმა და შეტყობინებებმა, რომელთა განხორციელებაც მან ნახტომის უშუალოდ წინ სცადა, და რომ პოტერმა შესაძლოა დაინახა, როგორ დაეცა მისი პარტნიორი მიწაზე და შეკრთა, ან უბრალოდ არასწორად შეაფასა მიწიდან თავისი სიმაღლე. პოტერისა და გრეჰემის სიკვდილებმა 2015 წელს აშესერშის ეროვნულ პარკებში ბეის ჯამპინგის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5-მდე გაზარდა. Graham Hunt მუშაობდა მეხანძრეთ და ხის ხელოსნად, სხვა მოკლევადიან სამუშაოებთან ერთად. ის იყო თავმდაბალი ადამიანი, რომელიც დიდ გულწრფელ ჩახუტებებს არ იშურებდა. ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვით და ადგილობრივი ბავშვების პოლდერინგზეც აყვანით. მისმა მეგობარმა თქვა, ის ადამიანებთან ურთიერთობისას ყოველთვის ბოლომდე ჩართული იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყვნენ ისინი. დღევანდელ სიაში მყოფი ყველა ადამიანი სწორედ ნახტომის მღელვარებისთვის ცხოვრობდა. ისინი იცნობდნენ რისკებს და ყოველ დღეს ისე ცხოვრობდნენ, თითქოს ბოლო იყო. როდესაც პატივს მივაგებთ პოტერის ხსოვნას, გრეჰემი და ყველა იმ ადამიანს, ვინც სიცოცხლე დაკარგა თავისი ოცნებებისკენ სწრაფვაში, დავიმახსოვროთ, რომ უნდა დავაფასოთ ყოველი წამი და არაფერი მივიღოთ თავისთავად. გმადლობთ ყურებისთვის და მომავალ ვიდეოში შევხვდებით. იყავით თამამები და იცხოვრეთ გაბედულად.